დიდი მადლობა მოწვევისთვის, მრავალ შობა ახალ წელს, ბედნიერი წელიწადი ყოფილიყოს და რამდენიმე მნიშვნელოვანი სურვილის ასრულების წელიწადის ყოფილიყოს თქვენი ტელევიზიისთვის, თქვენთვის, თქვენი თანაგუნდელებისთვის და ამავე დროს, რა თქმა უნდა, არ შემიძლია არ მიუსამძიმრო საქართველოს ბუბა გიგაბიძის გარდაცვალება, ადამიანი, რომელიც ჩემთვის და მილიონობით ქართველისთვის იქცა არა უბრალოდ კერპად, არამედ სიმბოლოდ პატიოსნებისა და პრინციპულობისა, რომელმაც მას შემდეგ რაც რუსეთი გადაიქცა ოკუპანტად ჩვენი სახელმწიფოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ ასობით მილიონ ადამიანს ჰქონდა უდიდესი სიყვარული მის მიმართ და ძალიან მომგებიანი იყო მისთვის როგორც ხელოვანისთვის ფინანსურად, მატერიალურად, რომ ემუშავა პოსტსაბჭოთა სივრცეში იმ ქვეყნებში, რუსეთში განსაკუთრებით, სადაც პუტინის კულტი არსებობდა, მან უარი განაცხადა და არჩია ღირსება და ჩემთვის ეს არის სიმბოლო კიდევ ერთხელ ვიმეორებ პრინციპულობისა და კიდევ ერთი ნათელი დადასტურება რა ოდენ მნიშვნელოვანია სახელი დარჩეს ადამიანს პრინციპულის და წარმავალი რომ არის სიმდიდრეც, წარმავალი რომ არის ნებისმიერი მდგომარეობა და რჩება განვლილი შენი ცხოვრება იმ სახელით, რა სახელითაც ბუბა გიგაბიძემ დატოვა და ასე იქნება საუკუნეების განმავლობაში, ვფიქრობ არის ჩემთვის და ახალგაზრდა თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რომ მივბაძოთ. მე გერდებით სამძიმარში და ვანონსებ აქვე რომ დღევანდელ რეაქციაში ჩვენ ბუბა გიგაბიძეზე აუცილებლად ვისაუბრებთ, ცალკე ბლოგს გეგმავთ და ასევე დიდი მწუხარებით მინდა გამოვხატო ჩვენი ტელეკომპანიის სახელით, გადაცემა რეაქციის სახელით მწუხარება მისი გარდაცვალების გამო მართლა ადამიანი ლეგენდა, კაცი ლეგენდა, რომელიც ისტორიას დარჩა და ასევე მინდა მწუხარებით ვამცნო ჩვენს მაყურებელს, რომელმაც ალბათ უკვე იცის მანანა დოიჯაშვილის გარდაცვალების შესახებ და სამძიმარი გამოვხატო TV პირველის სახელით, გადაცემა რეაქციის სახელით, მისი ოჯახის, მეგობრების და სრულიად საქართველოს მიმართ. ბუბა გიგაბიძეზე, მანანა დოიჯაშვილზე ჩვენ დღევანდელ რეაქციაში ვისაუბრებთ, მანამდე კი ვხსნით პოლიტიკურ ამინდს, პოლიტიკურ ბლოგს უпроსწორე და როგორი ამინდია ქართულ პოლიტიკაში ამის გარკვევას შევეცდებით. ნიკა, დავიწყოთ. ისმენთ ყურადღებით. გადაცემაში თითქოს ისე მინდოდა დავგეგმე, რომ პირველ რიგში კმაყოფილი ხარ თუ არა თქვა აი ამ წინა საარჩევნო კამპანიით უნდა მეკითხა, მაგრამ მოდი უცებ წამომივიდა ეს კითხვა. ჩვენ დღეს რაზე ვლაპარაკობთ? ნიკა მელია და მისი მთავარი კონკურენტი ლევან ხაბეიშვილი თუ ნიკა მელია და ვანო მერაბიშვილი? ვინ და ვინ შედიხართ ამ ომში? ან შეხართ შესულები ამ ომში? იცით, პირველ რიგში ქალბატონ მანანა დოიჯაშვილის ოჯახსაც მივუსამძიმრებ. პირველ რიგში მინდა ვთქვა ორი სიტყვით, რასთან გვაქვს საქმე და ცოტა დიდ სურათში ვეცადოთ ეს პროცესი დავინახოთ და ბუნებრივია ყველა კითხვას, რომელიც თქვენ გექნებათ, მე ვეცდები ამოწურავი პასუხი გავცე. ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის რასაკვირველია, ნაციონალური მოძრაობაც უპირველეს ყოვლისა არის ინსტრუმენტი. უკეთესი საშუალება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ვიდრე პარტია ჯერ არ გამოგონებულა, თუმცა პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აი ამ ინსტრუმენტულობასთან ერთად არის ძალიან მკაფიო ისტორიისა და თავგადასავლის ორგანიზაცია. და ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა გაჩაღდა, შემდეგ გაგრძელდა დიდებული გამარჯვებით ვარდების რევოლუციის სახით, შემდეგ გაგრძელდა წინააღმდეგობებით და სირთულეებით აღსავსე პერიოდით, რომელიც დაუკავშირდა სახელმწიფოს მოდერნიზებას და აღშენებას და მიუხედავად უდიდესი გამოწვევებისა, ეს პერიოდი დარჩება მუდმივად ერთ-ერთ წარმატებულ პროცესად. აი ამის შემდეგ უკვე ჩემის აზრით 2012 წლიდან პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უბრუნდება თავის საწყისებს, თავის ბუნებრივ საწყისებს და თავის თავზე იღებს, ინგა ჩემი შეფასება ასეთია,
ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის ფუნქციას. როდის? 2012 წლის შემდეგ. და თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ ახლა ვართ მომსწრები ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობისა, ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობით? თავიდან უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ძალიან მოკლედ ახსნა რა პარტიაზე საუბრობთ. ძალიან მოკლედ საუბრობ ეგა. ინგა პაპატიეთ. 2012 წლიდან მე ასე მჯერა, რომ ავანგარდში ჩადგა პარტია საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისა და აი ამ მისიას დღემდე ავად თუ კარგად, კი ბატონო, და ამაზე შეიძლება დავა, ეს პარტია ასრულებს მიუხედავად არნახული პოლიტიკური რეპრესიებისა, მიუხედავად პოლიტიკური პატიმრებისა, მიუხედავად პარტიის შიგნით დაშლის მცდელობისა, მიუხედავად მოსყიდვისა, მიუხედავად შანტაჟისა, დისკრედიტაციისა, ეს ყველაფერი დიახაც, რა თქმა უნდა, სირთულეებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ დღეს პარტია რჩება საქართველოში მთავარ ფორპოსტად რუსეთთან ბრძოლისა. რუსეთთან შეურიგებელი და ნაციონალური მოძრაობა რუსეთთან შეურიგებლად მებრძოლი. მოდით ამას პირდაპირ გეტყვით. პროევროპულმა აქციებმა, საპროტესტო აქციებმა დაადასტურა, რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა, მათ შორის ბევრი პოლიტიკური პარტია არის სწორედ ამ ბრძოლაში. შეიძლება სულ 2 წუთი რომ მომცეთ და მე უკვე ბლიც კითხები. შესავლისთვის კარგით. არა, მე არ მინდა უბრალოდ ძალიან რაღაც პირდაპირ კითხვა პასუხის რეჟიმზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ვინაიდან გადაცემის ფორმატი იძლევა შესაძლებლობას ორი სიტყვით მინდა თქვა მთავარი და აქედან გამომდინარე მე ბევრად ადვილი იქნება მაყურებელმა გაიგო. თუმცა ფორმატს მე განსაზღვრავ, ხო? კითხვა პასუხი როგორი იქნება? ნუ თორცები საათი გრძელდება ჩვენი გადაცემა, ხო? პროდიუსერმა მითხრა შემოსასვლელში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიაზე. პარტია დაფუძნებული არის მთავარ ღირებულებებზე პირველივე დღიდან და ეს იყო ამ ქვეყნის დეოკუპაცია, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის გამყარება, მოპოვება, შენარჩუნება და გამყარება, მაგრამ ალბათ თუ კარგად ვასრულებთ, რა თქმა უნდა, დღემდე. მაგრამ რაზე დგას ეს პარტია? ჩემის აზრით დგას იმაზე, რაზეც საქართველოს ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა საუკუნეების განმავლობაში მუდმივად, აი იმ რწმენაზე დგას, რომელიც ახასიათებდა ამ მოძრაობას საუკუნეების განმავლობაში. რწმენაზე, რომელიც იძლევა საშუალებას ვთქვათ არადანებებას. რწმენაზე, რომელიც იძლევა საშუალებას ვთქვათ არასაკართულოს ან სამშობლოს რუსიფიკაციას. ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ამ გზაზე, რომ შევახსენოთ მაყურებელს, აი ამ გზაზე დავდივართ ჩვენ, აი ამ მიზანს გონია მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვემსახურები და ამ გზაზე შეუძლებელია ტყვილი. ამ გზაზე შეუძლებელია ღალატი, ამ გზაზე შეუძლებელია სიბინძურით, შეუძლებელია მანკიერი მეთოდების გამოყენებით, განსაკუთრებით ჩეკისტური მეთოდების გამოყენებით ფონს გავიდეთ და ამ ყველაფერს მეტიც მივცეთ გაქანება. არავითარ შემთხვევაში. მე ჯერა საღი აზრის გამარჯვების არა მხოლოდ ჩვენს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, არამედ შემდეგ ოპოზიციაში და შემდეგ ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რახან თქვენ კონკრეტული კითხვა დაისვით. არა, თქვენ დაასრულეთ, ხო ხედავთ, მე პირობას ვიცავ, სხვა ჩვენს მაყურებელს ვეთქვი, რომ იმისთვის, რომ ხშირად ექსკლუზიური ინტერვიუ მოიპოვო ხოლმე გარკვეულ პირობაზე წასვლა გიხდება და მაგალითად ეთერის დაწყებამდე მე ნიკას შევპირდი, რომ მას თავის სათქმელს ვათქმევინებდი, ამიტომ მინდა რომ არ შეგაწყვეტინოთ თუ თქვენი შესავალი სიტყვა უკვე ამოწურეთ. კი ბატონო, მაშინ მითხარით ჩეკისტური მეთოდების გამოყენება ახსენეთ, ანუ თქვენს პარტიაში ეხა წინასაარჩევნოდ ხდება ჩეკისტური მეთოდების გამოყენება, ამას გულისხმობდით? იცით რა, ეს ბრძოლა, რომელშიც მე 2013 წლიდან ჩავერთი, იყო გააზრებული. თავიდან ბოლომდე გააზრებული და სწორედ იმ პრინციპებს ეფუძნებოდა, რომელიც მე ზემოთ ვახსენე, მე მიმაჩნდა დიახ ის რაც ძალიან ბევრს თავის დროზე არ ქონდა ასე ნათლად დანახული, რომ ხელისუფლება, რომელიც 2012 წლის შემდეგ მარტის სადავებთან მოვიდა, აუცილებლად ადრე თუ გვიან შეცვლა საგარეო პოლიტიკურ კურსს და ჩვენ ხედავთ არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა, არამედ ქვეყნის განვითარების კურსის შეცვლა და ქვეყნის შიგნითაც კი. მე მიმაჩნია, რომ ბევრი რამ თავარი ბრძოლა, ხომ? ბევრი რამ ადამიანებზე გადის, სენსუალურ დონეზე. თავარი ბრძოლა არის
შინაგანი ადამიანებში მიმდინარეობს ცუნებათა დამარცხების ბრძოლა და აი ამის შემდეგ გადმოდის ის გარეთ როგორც პოლიტიკური სინდისი და გადმოდის ის როგორც პოლიტიკური ბრძოლა და აი ამის შემდეგ იწყება სახელმწიფოებრივ მანკიერებებთან ბრძოლა და თუ შინაგანი სისუფთავე თუ შინაგანი ღირებულებითი სისტემა არ არის მოწესრიგებული პოლიტიკური ლიდერების ან ლიდერობაზე მქონე პრეტენზიის მქონე ადამიანების შემთხვევებში მე ვფიქრობ ეს მთლიანად დიდ პროცესს მათ შორის საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებას აუცილებლად საკუთარი პარტიის ხელმძღვანელობისთვის მებრძოლ პირებს და მათ უკან მდგომ პირებს ეს არ შეიძლება გახდეს და ვერ გახდება ალტერნატივა რუსული ოლიგარქიული რეჟიმისა. ჩვენ რა გვაქვს? ჩვენ გვაქვს სიმართლე ინგა, ჩვენ გვაქვს ამბიცია რომ ვაკეთოთ მორალური პოლიტიკა, ჩვენ გვაქვს ამბიცია რომ უდიდესი კონტრასტული განსხვავება იყოს ამ ნაწილში რუსული ოლიგარქიული რეჟიმთან მიმართებაში, იმიტომ რომ მათ რა აქვთ? მათ აქვთ თავიდან ბოლომდე ანგარებითი ურთიერთობა ერთმანეთში და მათ აქვთ ბევრი ფული და მიტაცებული სახელმწიფო. ჩვენი ალტერნატივა რა უნდა იყოს? იცით 2012 წელს, როდესაც თუ შეიძლება თქვა, როდესაც ნაციონალური მოძრაობა შეიცვალა, ქართული ოცნების ამორჩევლებიც კი 2012-ში იქვე საუბრობდნენ რომ ნაციონალური მოძრაობა იყო ძალიან ეფექტური. ოღონდ იქვე აყოლებდნენ ცუჩიც და კარგშიც. და დღიდან ამ პარტიაში მოსვლისა და უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში რაც მე თავმჯდომარე გავხდი, დიახაც, ჩემი სურვილი იყო რომ ის პოზიტიური, რომელსაც ყველა მოწინააღმდეგეებიც კი აღიარებდნენ, ის კარგი, განვითარებული იყო, სხვა სიმაღლებზე ასულიყო და ის მანკიერება, რომელსაც ჩვენს ვაღიარებდით დაწყებული მიხეილ სააკაშვილის დამთავრებული ნებისმიერი საგადმოაზროვე პარტიის ამორჩევლების მიერ, ხო, აღმოფხრილიყო. ახლა თქვენ მე მკითხავთ, ვინ გიპირისპირდება, ვინ არის თქვენთან კონფრონტაციაში შემოსული. მე გეპასუხებთ მარტივად ამით. ჩემის ღრმა რწმენით და ამაზე ვისაუბრებთ და გავშვით. მე ზუსტად ახლა ჩემს ძალიან ბევრ თანამოაზრესთან ერთად მიპირისპირდება აი ეს ცუდი, რომელიც ვფიქრობ ვერასოდეს ვერ გახდება ალტერნატივა თუნდაც იმ ბრუტალური რეჟიმისა, რომელსაც წარმოადგენს ქართული ოცნება, იმიტომ რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა გულისხმობს თავშივე, რომ ჩვენ საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რომ ბევრად მართლები ვართ, ბევრად მოწესრიგებული ღირებულებითი სისტემა გვაქვს და ჩემთვის ეს ბრძოლა არ არის პერსონალური ბრძოლა არავითარ შემთხვევაში. ეს არის ღირებულებითი ბრძოლა. ცივილიზაციური ბრძოლა არის დღეს შიგნით პარტიაში. დიახაც, დღეს არის ბრძოლა ძველსა და ახალ შორის არა. არავითარ შემთხვევაში, ხო? ეს პარტია ამით ფასობს, რომ აქ არის გაერთიანება სხვადასხვა თაობების წარმომადგენლების. მაგრამ დიახაც, ეს არის დაპირისპირება ძველსა და ახალ მიდგომებს შორის, ძველსა და ახალ მეთოდებს შორის. მე მიმაჩნია, რომ თქვენ კანდიდატი დამისახელეთ, ხომ? მე ალბათ ამ გადაცემას ისე დავასრულებ, ყველაზე ნაკლებად ვისაუბრებ ბატონ ლევან ხაბეიშვილზე, იმიტომ მიმაჩნია, რომ ბატონი ლევან ხაბეიშვილი არ არის ამ შემთხვევაში ჩემი კონკურენტი. ხო და ეს კითხეთ მე ზუსტად ლევანია თქო თუ როგორც თქვენ ამბობთ, მის უკან მდგომი, როგორც თქვენ ამბობთ, ვანო მერაბ. მივდივარ, ეხლა იქავდე. არაცეთ ჩემს თანამოაზრეს, არც მე პირველივე დღიდანვე არასოდეს არ ქონია პერსონალური დაპირისპირების სურვილი არავისთან მით უფრო საკუთარი პარტიის რიგებში, ხომ? მაგრამ რა თქმა უნდა, ფასეულობითი, ღირებულებითი დაპირისპირება ეს არის. და თუ კი ჩვენ რაიმე პრეტენზია გვაქვს და დღესაც მე მაქვს და ამას ვიტყვი, ხომ? ყველა ის ადამიანი, რომელიც იღებს ძალიან აქტიურ მონაწილეობას, არა უბრალოდ ხარს უჭერს რომელიმე კანდიდატს, არამედ მისი, ასე ვთქვათ, დაწყებული პროცესია თავიდან ბოლომდე, დანანებით ვამბობ, ცუდია, რომ ავანსცენაზე არ არის გამოსული და სურვილი აქვს, რომ არაფორმალური გავლენები მოიპოვოს ამ მეთოდებით. რა სახელის და გვარის მატარებელი არ უნდა იყოს. როგორ არის უხსენებელი? დიახაც, 9 ნოემბერი, დღე, როდესაც ახალგაზრდა ადამიანებს გააკეთებიეს განცხადება
და იცით ხო, მოითხოვეს ინფორმით, რაფორმითაც მოითხოვეს პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში არჩევნების ჩანიშვნა და შემდეგ უფროსი თაობის წარმომადგენლება, იმ ჯგუფის წარმომადგენლება გააკეთეს შემდეგ განცხადება, რომ ვინაიდან ახალგაზრდებმა ეს განცხადება გააკეთეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ თითქოს და მათი დაორგანიზებული ეს არ ყოფილიყო, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს, ძალიან კარგ და ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდებს, მაგრამ არაუშავს ამ ახალგაზრდებს ყველაფერი წინავ და დარწმუნებული ვარ, ისინი თავიანთ სიტყვას იტყვიან როგორც პარტიაში და ასევე ქვეყნის განვითარების საქმეში, მაგრამ აი ამ 9 ნოემბრის თავარი მოქმედი პირნი, შემსრულებელნი, ავტორნი, რა თქმა უნდა, იყვნენ ბატონი ვანო მერაბიშვილი და დათო კეზერაშვილი. ახლა ერთად? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. წყვილში თქვენს წინააღმდეგ? რა თქმა უნდა, ჩემს წინააღმდეგ ეს პროცესები თავიდან ბოლომდე ინსპირირებული არა, დაგეგმილი და ორგანიზებული იყო ამ ორი ადამიანის მიერ. ეს არის სიმართლე და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა ნაციონალური მოძრაობის ამორჩევას, მიუხედავად იმის ამ პოტენციურ ამორჩევას, აქტიურ მხარდაჭერას, რა პოზიცია შეიძლება მათ დააფიქსირონ კარს მომდგარ არჩევნებს, მაგრამ მიმაჩნია ჩემი პატივისცემა მათდამი პირველ რიგში უნდა გამოიხატებოდეს სიმართლის თქმისა, იმიტომ რომ რაც უფრო დიდია ინგა ძვირფასო მაყურებლებო, რაც უფრო ძვირფასია მისია, რაც ჩვენი როგორც პარტიის, რაც უფრო დიდია და რაც უფრო ძვირფასია ამოცანა და მიზანი, მით უფრო საჭიროა სიმართლე. მით უფრო საჭიროა ღირსება და მით უფრო საჭიროა რწმენა საკუთარ საქმეებსა და პოლიტიკური ბრძოლის გზაზე. ანუ თქვენ ეხა მე დამისახელეთ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი. მე არ ვიცოდი ისინი პარტნიორები თუ იყვნენ პოლიტიკური, ამას გულწრფელად გეტყვით, ეს თქვენი ინფორმაცია, მაშინ მითხარით რა ინტერესი ქონდათ მათ, რომ აი ესე კულუარებიდან დაეგეგმათ კამპანია თქვენს წინააღმდეგ. ერთს შევახსენებ უბრალოდ ნიკამელიას, ალბათ გაშლით თქვენ ამ თემას, ამას ვეუბნები, რომ დათო კეზერაშვილის თაობაზე ჩვენ გქონია ინტერვიუ, გვისაუბრია და მაშინაც დამისვამს კითხვა, რომ დათო კეზერაშვილი ოდესღაც თქვენთვის მისაღები იყო და მერე რაღაც ურთიერთობა დაიძაბა და უცებ აღმოჩნდა, რომ დათო კეზერაშვილი აღარ ყოფილა მისაღები, მაგრამ რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს ამ სტუდიაში ნიკამელიასგან მე მახსოვს ასეთი განცხადება, პარტიაში სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი, მე ჩემს თავს ვერ ვხედავ. ეხლა მითხარით, ანუ რატო ვთქვი, კეზერაშვილთან თქვენს მშვენივრად პარტნიორობდით, სადღაც ჩაგეძაბათ ურთიერთობა და მერე რა მოხდა, როგორ აღმოჩნდა ეს ორი ადამიანი, ნაციონალური მოძრაობის ეს ორი ყველაზე გავლენიანი ადამიანი მაშინ ამ ომში და რა ინტერესით შეგიძლიათ მომიყვეთ? ეს პარტია პირველ რიგში ინგა მე ყოველ შემთხვევაში ასეთი მინდა იყოს პარტია, როგორც იყო წლების განმავლობაში, როცა ძალიან ბევრ ადამიანს იმპონებდა და ამორჩევლიც გაცილებით მეტი ყავდა, ხო? იმ პერიოდში გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი იყო, ღონტის პარტია თუ კი გენატრებად, რომელიც ძველი დიდების პარტია იყო. ეს პარტია ნამდვილად დგას, ჩემთვის მინდა ყოველ შემთხვევაში იდგეს უანგარო მსახურების შეგნებაზე ადამიანების. მე მინდა რომ ადამიანები გულწრფელად ხედავდნენ, რომ პარტიის ლიდერები არიან პირველ რიგში მართლები და იძახიან მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს. რაც შეეხება ბატონ კეზერაშვილთან დაკავშირებით, მე ბატონ კეზერაშვილთან მქონდა ციხიდან გამოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა რამდენიმე თვიანი, მაგრამ თანამშრომლობა და კონტროლი ორი სხვადასხვა რამ არის. თანამშრომლობა და თანამშრომლობის სურვილი პარტიასთან და მისი კონტროლის წადილი ორი სხვადასხვა რამ არის. ამიტომ მე როდესაც დაარწმუნდი ამ ადამიანის შემთხვევაში, რომ მას აქვს არაფორმალური დიახაც არც მეტი და არც ნაკლები გავლენის შემოტანის პარტიაში, შენ შემთხვევაში ზოგ შემთხვევაში ჩემი გვერდის ავლით და მან როდესაც გამოვიჩინა ამბიცია, რომ ვიღაც უნდა ყოფილიყო პარტიაში ლიდერად, ვიღაც არ უნდა ყოფილიყო პარტიაში ლიდერად, ვიღაც უნდა ყოფილიყო პარტიაში წამყვან პოლიტიკურ თანამდებობაზე, მე მასთან შევწყვიტე ურთიერთობა. მაშინ დავაკონკრეტოთ, ვიდრე ვანოზე გადავალ, თანამშრომლობა რას ნიშნავს? დაფინანსებდათ? ანუ კეზერაშვილის ფული კარგია და კეზერაშვილი ცუდია? ჩემსაც იმდენი რამ აქვს მე ხა სათქმელი. კარგით, მიდე. თქვენ ტელევიზიას ხვალდაზეგ ნებისმიერი სახის დონორი თუ კი აღმოუჩენს დახმარებას, მე მივესალმები. ხვალდაზეგ თუ პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას
ნებისმიერი დონორი აღმოუჩენს დახმარებას ან დახმარების ხელს გამოუსწრის მივესალმებით ხვალაც და ზეგაც მე გულისხმობ ადამიანი რომელიც პროდასავლური ღირებულებების არის მაგრამ როდესაც ის ცდილობს ვინც არ უნდა იყოს თქვენი ტელევიზიის ხელში ჩაგდებას და შიდა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ეს ხო უკვე აღარ არის არც პარტნიორობა და არც თანამშრომლობა როდესაც კონკრეტული შემთხვევა ჩვენს ურთიერთობაში დაფიქსირდა როდესაც მე ჩავდექი მდგომარეობაში ან კონკრეტული ადამიანი პოლიტიკოსი ნაციონალური მოძრაობიდან რომელსაც აქვს თავისი ძალიან მდიდარი ბიოგრაფია არ უნდა ყოფილიყო პარტიის სახით არ უნდა ყოფილიყო პარტიის თანამდებობაზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ერთ ცალკე აღებულ ადამიანს რომელსაც მეგონა რომ მხოლოდ გუწფელი ზრახვები ქონდა ამ პარტიასთან მიმართებაში ჩემთვის ეს იყო წითელი ხაზი და მე ვფიქრობ ამ ადამიანს არ დარწმუნებით შემეძლია გითხრათ ყველა ვიცნობთ ამ ადამიანს ექნება შესაძლებლობა თავად ისაუბროს ამ ძალიან პრობლემატური ჩემთვის საკითხის დაფიქსირების შემდეგ მე მასთან მქონდა რა თქმა უნდა დათო კეზერაშვილთან საუბარი და ჩვენი გზები გაიყო. არის ამას თავად ის ადამიანი თავად კობანაყოფია იყო არა ეს ადამიანი ვის გაწევასაც მოიწონდა. თავად ეს ადამიანი იქნება კობა თუ ნებისმიერი სხვა ისაუბრებს. არ ვარყოფთ რომ ეს იყო კობანაყოფია. ნებისმიერი ადამიანი მე დარწმუნებული ვარ ინფორმაცია მე ხომ ჟურნალისტი. ამიტომ ეს არის ანუ კობანაყოფია რომ იყო ამას არ ვარყოფთ. მან მოგთხოვათ რომ კობა უნდა გაწეულიყო. არც ერთ ადამიანს ჩემი თავმჯდომარეობის მით უმეტეს გარედან რომელიც ერთი შეხედვით წარმოჩინდება უანგარო მხარდაჭერად და მეორეს მხრივ ძალიან ცოტა ხანში ნათლად დავინახავ ხომ რომ სხვა ინტერესი აქვს გაქანება არ ექნება ამ პარტიაში იმიტომ რომ თუ კი რამე ჩვენ გაგვანსხვავებს ბევრ ძალიან კონტექსტში ძალიან ბევრ კრიტერიუმში ქართული ოცნებისგან ხო არის არაფორმალური მართლობის არარსებობა ჩვენს პარტიაში. ბიძინა ივანიშვილი მე ფიზიკური აღნაგობის გამო კი არ დავიპირისპირე და დავუპირისპირდი. მას თმების ვარცხნილობით ხომ არ დავუპირისპირდი, ხომ? ის ფენომენი როგორც ასეთი არაფორმალური მართლობის არის სახელმწიფოებრივი ჭირი ჩემისაზე და პარტიას რომელსაც რა ვიცოდი ქაბატონეიდა დაფინანსებაზე თუ მივიდებოდა საქმე რომ ის ჩარევა გარდაუვალი იქნება რას ლაპარაკობთ ესე გესმით ხო და ფულს არ გაძლევდათ ვინც ის მუსიკას ის უკვე არა ჩემო კარგო ეს თუ მას სადმე ასეთი ამბიციის განხორციელების შესაძლებლობა მიეცემა, სხვაგან გააკეთოს და არა იქ. პარტია არის თვითყოფადი. არა, მეუბნები რომ შემეფული მომეცი არ ვიტყო. ინგა, ციხიდან გამოსვლის. არა, ინგა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან გამოთქვა სურვილი. თქვენ იცით ჩემი და იცოდით ჩემი ასე თქვა დამოკიდებულების შესახებ მასთან დაკავშირებით მე აქტივს იცემ იმ საქმიანობას, რომელიც ისახორციელებს ტელეკომპანია ფორმულასთან მიმართებაში და ეს ჩემთვის გახდა ძალიან გამაიოლებელი ფაქტორი, რომ მასთან შეხვედრას დავთანხმებოდი, სიმართლე გითხრათ. თუ მისთვის არის ძვირფასი ევროპული ღირებულებები, ევროპული ფასეულობები, თუ ის ასევე რა თქმა უნდა ეწინააღმდეგება ოლიგარქიულ რეჟიმს, ხო? მის ევროპულობაში მე არ შევიდა ნამდვილად, მაგრამ თავშივე ეწინააღმდეგები ასეთ დროს საკუთარ თავს, როდესაც გინდა არაფორმალური მმართველობა დანერგო პარტიაში და რა წამსაც მე ამ ყველაფერთან დაკავშირებით დავრწმუნდი, გავაკეთე ჩემი სწორი განცხადება, პოზიცია და სანამ საჯარო განცხადებას გავაკეთებდი, მას პირადად ვუთხარი, რომ საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ მე და შენ ბევრი საერთო კი არა არაფერი საერთო მომავალში ამ პარტიიდან გამომდინარე არ გვექნება ეს არის ჩემი აღმოჩნდა წყალგამყოფი თქვენსა და კეზერაშვილის რატომ ხოდა ისე მის ჩაწვევა არ მნიშვნელობა გეხა ვიღაცა მოვიდეს დონორი თქვენ ვიცით ოლიგარქიული რეჟიმია ხო ტელევიზიები მე თავისუფალი მედიის წარმომადგენლები რა მდგომარეობაში არიან და 2-3 თვის განმავლობაში ტელევიზიას დახმარება აღმოუჩინოს და ამის შემდეგ უხეშად ჩაერიოს შიდა საქმიანობაში და მოითხოვოს ინგა გრიგოლიას მაგალითად ჩანაცვლება რომელიღაცა სხვა ჟურნალისტი და ასე შემდეგ მე დარწმუნებული ვარ თქვენ გექნებათ ზუსტად ისეთი ადეკვატური რეაქცია როგორც ჰქონდა თავშივე შევეცდებოდი გამეკვია მისი დაფინანსება რაც გულისხმობს იმიტომ რომ თუ ვინმე მოვადა ფულს ჩაასხამს პირობებზეც უნდა ვილაპარაკოთ ესე გიჟები ვითხოვეთ ჩავასხმევინებ გააკეთა სამწუხაროდ ის რაც ეწინააღმდეგება ამ პარტიის
ფასეულობებს და ღირებულებებს. კეზერაშვილის თაობაზე მე და თქვენ ბევრი გვისაუბრია. ეხლა თქვენ თავიდან, ანუ რა 2-3 თვის წინ ჯერ კიდევ ჩემთან ინტერვიუში საუბრობდით კეზერაშვილის გავლენაზე ამ პროცესებში, ანუ თქვენს წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე. ვანო მერაბიშვილი როდის შემოვიდა ამ თამაში და როგორ მოხდა მაშინ ისე, როგორც თქვენ ამბობთ, მე თქვენს ლოგიკას მივყვები, მე არ ვიცი, არ მაქვს ეს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ დღეს კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი ერთად გიპირისპირდებიან. ვანო როდის შემოდის ამ ამბავში მე სიმართლე გითხრა, თქვენ არ მიაქციეთ ყურადღება. მე რა ვთქვი და გავიმეორებ მაშინ. მე არ ვთვლი რომ რომელიმე ცალკე აღებული პერსონა როგორც ასეთი მიპირისპირდება, ან მე ვუპირისპირდები. ვიმეორებ თქვენის ნებართვით ეს ღირებულებითი დაპირისპირება, ფასეულობითი დაპირისპირება. აი ის ბანკიერება, რომელიც დიახაც აღმოსაფხრელი ქონდა ამ პარტიას, ხომ? და ამას ჩვენვე ვაღიარებდით პირველივე დღიდან ოპოზიციაში გადმოსვლის შემდეგ. აღმოჩნდა რომ არ არის აღმოფხრილი, ხომ? ამიტომ მე პერსონალურ დაპირისპირებაში შესაძლოა არ ვაპირებ. მე რომ ხედავდი ღიად გაცხადებულ დათო კეზერაშვილის განცხადებას, რომ დიახაც მე ვაინტერესებს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრება და ეს თელმა საზოგადოება მიცოდეს, ნუ და იგივეს ამბობდეს ვანო მერაბიშვილი, რომელიც ალბათ 4-ვე კანდიდატზე ერთად აღებული, უფრო აქტიურად არის ჩართული ამ საარჩევნო კამპანიაში და პრაქტიკულად არა, რეალურად არის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი ერთი კონკრეტული კანდიდატის და ეს ყველაფერი იმალება, რატო არ ვცემთ პატივს ჩვენს ამორჩევლებს, ის რაც ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მე თქვენს გადაცემაში 2020 წელს სექტემბრის თვეში ვთქვი. მაყურებელს შევახსენებ, რა თქვა რომ იქ სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი, ნიკა მელია ვერ ხედავდა საკუთარ ადგილს. ამას ჰქონდა კონკრეტული საფუძველი. არანაირი დაპირისპირება, რომელიც გამოიყენა მავანმა თითქოს ნიკა მელიამ აქცია რახან დაშალა 14 ოქტომბერს და მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და პარტია არ არის საკმარისად აქტიური და ჩვენ დღემდე ვინაიდან ეს პრობლემები ვერ მოვაგვარეთ, აუცილებელია ცვლილებები პარტიაში. ამ პრობლემებთან არანაირი საერთო არ ქონდა 9 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას და ეხლა ვეცდები აქვსნა და მე ვფიქრობ საზოგადოება ძალიან მარტივად გააკეთებს დასკვნას სად არის სიმართლე. ეს დაპირისპირება ჩემსა და ვანო მერაბიშვილის შორის დაიწყო 2020 წელს, როდესაც მე გდანში ვიყრიდი კენს როგორც საერთო ოპოზიციური კანდიდატი და ამ დროისთვის მელიას არც აქცია ჰქონდა დაშლილი, არც მიხეილ სააკაშვილი იყო ციხეში და არც რაიმე სახის პრეტენზია არსებობდა. მაგრამ ეს დაპირისპირება მოხდა. მე ვანო მერაბიშვილზე ახლა როდესაც ვსაუბრობ, არ ვსაუბრობ ვანო მერაბიშვილი 2003-2012 წლის განმავლობაში. ამ ადამიანმა 6 წლისა და 9 თვის განმავლობაში დიახაც დაჰყო ბიძინა ივანიშვილის ციხეში და მე ვფიქრობ, რომ არ არის ბევრი ისეთი ადამიანი ჩემს გარშემოც ან ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია 6 წელიწად და 9 თვე ციხეში სამარტოო საკანში იჯდეს. მე ამ პერიოდს არ ვეხები, მაგრამ ვეხები დიახაც იმას, რასაც მე გადავაწდი თავად. მაგრამ აქვე სანამ თავარს ვიტყოდე, მინდა საზოგადოება მიცოდეს, ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებამდე მე მას გარეთ მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ შევხვდი 2013 წელი. მასთან მე პრაქტიკულად ურთიერთობა არ მქონია. პირველად მე იგი ციხეში მოხვედრის შემდეგ, აი ეს ძალიან საფუძვლიანად ვნახე ციხეში, როდესაც უკვე დეპუტატი ვიყავი და მოვინახულე როგორც მოქმედი პარტიის გენერალური მდივანი, ანუ მოქმედი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი. კანს მომდგარი იყო ყრილობა სპორტის სასახლეში, სადაც პარტიის დელეგატებს, პარტიის წევრებს უნდა აგვერჩია პოლიტიკური საბჭოს წევრები და გენერალური მდივანი ხელახლა. მაგრამ იქ გახსოვთ თქვენ უკვე პარტია იყო იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო, დიდი ნაწილი პარტიას გამოეყო და აფუძნა ევროპული საქართველოს როგორც პოლიტიკური გაერთიანება და ბევრისთვის უბრალოდ გაუგებარი იყო, სად იდგა ბატონი ვანო მერაბიშვილი, როცა ბევრი მისი მეგობარი იყო მეორე მხარეს, რა თქმა უნდა, აქაც ყავდა მას მეგობრები, მაგრამ შევედი მარტივი
წინადადების განსახილველად მასთან. ვეუბნები ბატონს, რომ ჩვენ გვაქვს რამდენიმე დღეში ყრილობა სპორტის სასახლეში და ჩვენ უნდა აგირჩიოთ კვლავ თქვენ გენერალურ მდივნად. რაზეც მან კატეგორიული უარი განმიცხადა და მეტიც მთხოვა, რომ ეს არ გავაკეთოთ. ბუნებრივია, მე რატო ვისაუბრეთ ბევრი, მივხვდი რომ ამ ადამიანს ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს, რომ მას აღარ უნდა პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენდივნობა. მოვედი ჩემს კოლეგებთან ცენტრალურ ოფისში, განვიხილეთ ეს საკითხი. ხომ ჩემთვისაც ძალიან ძიმე იყო ეს პროცესი და არა მხოლოდ ჩემთვის, იმიტომ ყრილობა მოდიოდა, ამ ყრილობაზე ჩვენ პატიმარი ადამიანი თანამდებობიდან უნდა გადაგვეყენებინა და მე ვფიქრობ ძალიან არასწორად გამოჩნდებოდა პარტიის პოზიცია. და რა გავაკეთეთ? პარტიამ მიუხედავად ვანო მერაბიშვილის გაცხადებული პოზიციისა, კვლავ აირჩია გენერალურ მდივნად სპორტის სასახლეში გამართულ პოლიტიკურ ყრილობაზე. ზუსტად მეორე დღეს გავწოდა ვანო მერაბიშვილის განცხადება, რომ მისი ნების წინააღმდეგ ავირჩიეთ ჩვენ იგი გენერალურ მდივნად. ამიტომ ჩვენთვის სიმართლე გითხრათ 2016 წლიდან 2020 წლამდე სად იდგა ვანო მერაბიშვილი და რა პოზიცია მას პოლიტიკური ჰქონდა, არათუ არ იყო ცნობილი იყო, ვიცოდი რომ მინიმუმ ის არ იყო ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერი, ხო? მისი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მე როგორც მოკლედ ამ პარტიის აქტიური წარმომადგენელი, მე ჯერ არ ვიყავი პარტიის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე იყო პარტიის თავმჯდომარე, მართლა როგორც 7 წელი საკანში გატარებულ ადამიანთა მიმართებაში ყოველთვის მოვიქცევი, რაც არ უნდა ჰქონდეს, არ ჰქონდეს შეთქმული ჰქონდეს, გამოკეტილი იყო ადამიანი 7 წელი. მართლაც ეს ადამიანი გულში ჩავიკარე იმ გაგებით, რომ მას ყველა ტიპის პრობლემა, კომპლექსი თუ კი რამე შეიძლება ჰქონოდა ახალ ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლებთან, ახალ მენეჯმენტთან მოხსნოდა და მე მას 6-ჯერ და ახლობით 7-ჯერ სახშიც კი ვეწვიე. ქონდა მასთან არაერთი სატელეფონო საუბარი. და ხო ის აუცილებლად რა ხდება 2020 წელს ვარ გლდანში ძალიან მძიმე საარჩევნო კამპანიაში, მალევე იკევა რომ იქ ოპოზიციას აქვს ძალიან ძლიერი პოზიციები და გამარჯვების უნიკალური შესაძლებლობა არსებობს და ვებრძვით კახი კალაძეს, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს, ეს არის არჩევნები, სადაც ბიძინა ივანიშვილი თავად მოვიდა გლდანში. არჩევნების წინა დღეს წარმოუდგენელი იყო ბევრისთვის, ხო? ოფისების გადაწვა, იარაღებით თავდასხმა და აი ამ პროცესში მე აღმოვაჩინე და ძალიან ბევრმა ჩემმა მეგობარმა საარჩევნო შტაბის აქტიურმა წარმომადგენლებმა გლდანში, რომ ჩვენ თურმე ვებრძვით არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, ანუ ქართულ ოცნებას, არამედ ჩვენ ვიპირისპირდება ვანო მერაბიშვილი. რაში გაირკვა ეს? ვანო მერაბიშვილი ძალიან აქტიურად ყოფილა ჩართული ჩემი საარჩევნო შტაბის დანგრევაში. სად გამოჩნდა ვანოს ხელი? დანგრევაში. კონკრეტულ ადამიანებთან და ეს არ არის არც 3, არც 4 და არც 5. 10-მდე ადამიანთან მისი წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოების ცნობილი ადამიანებიც გადიან კონტაქტზე და ეუბნებიან, რომ დატოვეთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბი, მელიაც საარჩევნო შტაბი და იქნებ არ დაეხმაროთ. გამოუნახეს საერთო შეხების წერტილები წამყვან ჩვენი შტაბის წევრებს, მე ხა ყველას ხო არ ვიცნობდი წლების განმავლობაში, ხო იმ გდანში უბრალოდ პროცესში გავიცანი, უამრავი ადამიანი 9 ოფისი გავხსენით, როდესაც ტრადიციულად 4 ოფისი ჭირდებოდა, ხო? და დროთა განმავლობაში ვხედავ, რომ შტაბში ადამიანთა რაოდენობა ცენტრალურ შტაბში მცირდება ჩემს გარშემო. ვანო იბარებდა თვითონ ამ მცირდება ჩემს გარშემო. მეტიც დაიკარგნენ ესენი ჩემი თვალთახედვის არიდან რამდენიმე დღის განმავლობაში. ამის შემდეგ და მადლობა ამ ადამიანებს იმისათვის, რაც გააკეთეს. იმიტომ ამ ადამიანებს ყური რო ეგდოთ ვანო მერაბიშვილისთვის, დიახაც ის არჩევნები ჩაიშლებოდა და სიმართლე გლდანში, 1,5 მილიონი ქალაქში, სადაც 9 მილიონი ცხოვრობს გლდანის რაიონში. გამარჯვება ოპოზიციური პარტიისთვის, გამარჯვება ოპოზიციური პარტიის კანდიდატისთვის.
არ იქნებოდა საერთო ოპოზიციური მოძრაობისთვის უდიდესი იმპულსი? სიმართლე გითხრათ, ოდესაც ეს ადამიანები გამოჩნდნენ 3 დღის შემდეგ და მომივიდნენ და მომიყვნენ სიმართლე, მე წარმოდგენა არ მაქვს. რა ხდება, ინგა? 3 დღის განმავლობაში წარმოდგენა არ მაქვს, მოვიდნენ ადამიანები, დათუთხულები, გაოცებულები და ფიქრობდით ეს ყველაფერი შენთვის მოგვეყოლა თუ არ მოგვეყოლა ჩვენ ვიფიქრეთ 3 დღე მივიღეთ გადაწყვეტილება რომ მაინც დამდგარიყავთ იქ სადაც ვდგავართ მაგრამ რაღაცა პაუზის აღება დაგვჭირდა დანა რო ჩაგეტყა სიცხლე არ წარმომივიდოდა ინგა იმიტომ რომ მე მეგონა უპირისპირდები ახალგაზრდა პოლიტიკოსი ძალიან უთანასწორო ბრძოლაში ბევრ ადამიანთან цаრიელ ტარიელებს შიშველი ხელით და სიმართლით ბიძინა ივანიშვილის კალაძეს მის ასე თქვა მეგობარს რომელებიც ხარჯავდნენ და ხარჯავდნენ არ ვიცი ძალიან დიდ ფულს ლევან კობიაშვილი იყო იქ კანდიდატი თქვენ გახსოვთ რომელიც ახლა მესამე ჯერ ხდება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ისე რომ კონკურენტიც ხო და თურმე მე ვზვის ადამიანი რომელიც 7 წელიწადი საპატიმროში იყო კი ბატონო და ვისაუბრე და დასაფასებელია გამოდის და მიკეთებს ამას ნაცვლად იმისა რომ დამეხმაროს და აკეთებს ამ ყველაფერს მამულა დიახაც ანუ თვითონ ანუ იბადა რა იყო მისი მიზანი რატო მიზანი ეხლა ვაანალიზებ ეს ინგა არ ვიცი მე დაამწმუნდი იმიტომ ვახსენე პირველ რიგში ეს ბრძოლა საკუთარ სტუნებების მანკიერებების დამარცხების ბრძოლა შინაგანი ბრძოლა რა ამას შიგნით ეს გააკ ეს შეგიძლია არ შეგიძლია და ამ ადამიანს თუმე შეძლებია ეს რატომ ეხა ხო შეიძლება კითხვა ლოგიკურია რატო ამ ადამიანმა ჩათვალა როგორ ჩანს ჩათვალა იმიტომ რომ მე ხარ რომ ვაანალიზებდი 2 წელიწად ნახევარი გავიდა მას შემდეგ ხმა ტრენტი არ მომიღია საჯარო სივრცეში არ გაგირკვევი არა თუ შეიძლება საუბრობ არ გინახავ სახში 7 ჯერ თუ იყავი მანამდე ნამყოფი შეიძლება მასთან მე მქონდა კომუნიკაციის იმ დღესვე რა თქმა უნდა იმ ცდელობა მაგრამ ეს კონტაქტი აღარ გამოვიდა ყველა მისი მეგობარი პარტიაში ვინც არის 20 წლის განმავლობაში დაწყებული არ ვიცი ბადრი ბასიშვილი ის გიორგი ბოტკოველი არ ვიცი რო არ გამოჩე ძალიან ბევრი ადამიანი მეორე დღესვე ვნახე ინგა და ეს ამბავი რასაც ახლა ყვები მოუყევი და ვეუბნები ხო მიცით პოლიტიკოსისთვის არჩევნები არის წმინდათა წინდა ხო თელი ჩვენი ასე ვთქვათ ენერგია მიდის ამ ბრძოლაში თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილზე როგორ მოვიქცე ვეუბნები ადამიანი ამას მიკეთებდა ზურგს უკან არსებობს უამრავი ადამიანი ვინც იყო ამ ძალიან არაადამიანურ ძალიან ბოროტულ ასე თქვა სქემაში ჩართული რომლებიც წარმოადგენენ ვანო მერაბიშვილს ხო თქვენ როგორ მოიქცეოდით რამდენიმე მათგანი მაშინ კანდიდატიც იყო რიტორიკულ კითხვას უსმევდი და პასუხსაც მევცემდი მე ვიცი როგორც მოიქცეოდით და სწორედაც მოიქცეოდით მაგრამ მე ახლა სხვა პასუხისგებლობა მაქვს მეთქი ეს ყველაფერი ვერავინ ვერ უნდა გაიგოს საარჩევნო კამპანია ერთ ადამიანზე ვითხოვე რომელიც აქტიურად იყო ჩართული არ მინდა ხა ყველაფერს ხო სახელით იყო რამიჩოვა თავარ ამბავს ყვები უბრალოდ ცენტრალურ ოფისში აღარ იაროს ამ ადამიანმა იმიტომ რომ ჩემთვის უბრალოდ შეუძლებელია კომუნიკაცია მე მანგრევდა მე მანგრევდა კარგად ორგანიზებული ჯგუფი ისე რომ წარმოდგენა არ მქონდა და ვერასოდეს ვერ გავიგებდი რომ არ ემძლავრა ამ ადამიანებში ღირსებას და პრინციპულობას რომლებაც ეს მე მომიყვნენ ამის შემდეგ მე ამ ადამიანებს ვთხოვე შეძლებთ თუ არა აი ამ გდანში აქტიურად ჩართულ ადამიანებს რომლებიც სარგებლობდნენ ძალიან მაღალი რეპუტაციით გდანში და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით გდანში იმ შედეგში რომელიც დაფიქსით ერთადერთი ოლქი იყო სამწუხაროდ რომელიც ჩვენ გავიმარჯვეთ და ქონდა ძალიან სერიოზული მოლოდინი რომ მოვიგებდით პირველივე ტურში ხო ვთხოვე რომ არჩევნების დამთავრებისთანავე გაიმართება პოლიტიკური საბჭო ჩემი ინიციატივით და მე რომ აი ამდენი ამბავი არ მოყვე მეგობრებო შეძლებთ თქვენ მოხვიდეთ პოლიტიკური საბჭოს დახურულ ხტომაზე და თავად მოყვეთ ეს შემზარავი ამბავი მე შესავალს გავაკეთე დავთანხმდით შევთანხმდით დამთავრდა არჩევნები ისე როგორც დამთავრდა ბიძინა ივანიშვილი გდანში მოვიდა მათ შორის ვახსენე არჩევნებამდე წინა დღით ერთი დღით ადრე ეს ნიშნავდა
რაღაცა ფარულ თუ ღია სიგნალის მიცემას თუ მიღებას ქართული ოცნების შტაბის წევრებისთვის და მეორე დღეს 7 უბანი დაგვირბიეს ინგა და ერთი თქვენს პირდაპირ ეთერში შეიარაღებულმა პირებმა და იმ დროს როდესაც ერთ უბანს არ ბებდნენ აი ასე იქ იყო მობილიზება ვიდეო კამერებისა და ტელევიზიის წარმომადგენლებისა, მაგრამ სხვა დანარჩენ უბნებზე ამდენი კამერა ხო არ გიყავდა, იქაც ანალოგიური მოხდა. და ამ დროს გვახსენე, თურმე არასაკეთებს ეს ადამიანი ვანო მერაბიშვილი დამთავრდა არჩევნები ისე როგორც დამთავრდა, მეორე დღეს თქვენ გახსოვთ, მოვიხსენით ხამაჯური. რა გითხათ, მზად ხარო? კი ბატონო, ინგა კი, ნამდვილად ეს არ არის არც ერთი, არც ორი, არც სამი და არც 4 ადამიანი. ეს იტყვიან ისინი არც ერთი, არც ორი, არც სამი და არც 4 ადამიანი. ანუ იბარებდა და მელიას წინააღმდეგ ეს იცით, ყველა პარტიაში, ყველას გულისხმობ მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, ამ პოზიციებზე, ასე ვთქვათ, ოპ ლიდერებს გულისხმობ, მათ შორის ვანო მერაბიშვილის უახლოეს მეგობრებს. 2 წელიწად ნახევარი მე ამ ყველაფერს არ ვსაუბრობდი და არც ვაპირებდი. ხო? მაგრამ მოვიხსენი სამაჯური, დაიწყო საპარლამენტო ბოიკოტი, აქციები, მერე მოხდა სამწუხაროდ გრიგოლ ვაშაძე წავიდა ისე როგორც წავიდა, მერე დამიჭირეს და არ იყო ამისი დრო, რომ პოლიტიკური საბჭო ეხლა მე მომეწვია და დამეწყო შიდა პარტიული გარჩევები. ამის შემდეგ გამოვედი ციხიდან, არა, რა გარკვევა უნდოდა ინგა, ადამიანი კონტაქტზე არ გამოდიოდა, ცხადზე უცხადესი იყო და პარტიის შიგნით ეს საკითხი პოლიტიკურ საბჭოზე აღარ დავაყენე, იმიტომ რომ მთელი პარტია უკვე ვიყავით ქუჩაში და იყო საპარლამენტო ბოიკოტი. ამის შემდეგ დამიჭირეს, ამის შემდეგ ციხიდან გამოვედი, დაიწყო საარჩევნო კამპანია, ამის შემდეგ დასრულდა კამპანია და მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა ციხეში და ამის შემდეგ დაიწყო 24 თებერვალს ომი უკრაინაში. როდის რა მომენტში უნდა განმეხილანის პასუხისმგებლობა ხომ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად პირველივე დღიდანვე ვიცოდი, რომ სწორი იყო, რომ საზოგადოებას პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობის აქტიური ნაწილი რა ინფორმაციას ფლობდა, უნდა გავჭრა ეს არის მიზეზი ჩვენი დიახაც იმ ეთერის რომელიც შედგა თქვენთან. მე მოვედი და ერთადერთი გდანში მოქმედი კანდიდატი ვიყავი, მოვედი თქვენთან ეთერში და ვთქვი მცირე ნაწილი მხოლოდ. იქ სადაც არის ეს ადამიანი, იქ მე არასოდეს არ დავდგები, იმიტომ რომ არსებობს ზნეობრივი კომპრომისი, რომელსაც მე ვერ გადავაბიჭდი. რა ინტერესი გქონდა გავლენები ჩემო ინდა ვანო მერაბიშვილს რომ ერთადერთი ძალიან მარტივია რომ გავუფრთხილებ. პოლიტიკური გავლენები, აი ამ მეთოდებით, პოლიტიკური გავლენების მოპოვება მან ეთყობა ჩათვალა, რომ თუ ეხლა მელია გდანსში გამარჯვებას მოიპოვებს, თანაც ერთადერთი გამარჯვებული ოპოზიციონერი კანდიდატი იქნება, ამას მე პოლიტიკურ კირსეს როგორ მოუღრიცავ. ვიცი ეხლა რა იმალება ამ ადამიანში ხახნო. მთელი მისი, ასე ვთქვათ, ძირითადი ნაწილი ცხოვრებისეული გზისა, ხო, რა, რითი ხასიათდება? ხასიათდება ინტრიგებით, ხასიათდება ადამიანების ერთმანეთთან გადაკიდებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეხლა მე თქვენ გეკითხებით, ინგა, მე როდესაც ვიცი, რომ ამ წლების განმავლობაში ამ პარტიაში ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად უკან არაფრისგან არ დამიხევია, ვიბრძოლე და ვიბრძოლებ მრავალი წელიწადი კიდევ. ასე მეკცევა ადამიანი, რომელსაც უნდა გავლენის მოპოვება პარტიაში, მე ან რა სინდისით, ან რა მორალით უნდა ვეცადო და დავარწმუნო და დავაჯერო ნებისმიერი გადაუწყვეტელი, ანუ უკვე გადაწყვეტილება მიღებული ამორჩეველი, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მსგავს მანკიერებებს არასოდეს აღარ გაიმეორებს და აღარ ჩაიდენს. როდესაც ეს ხალხი ხედავს, რომ მე ვარ თავად ადამიანი, რომელსაც გადამხდა, ხო, ახლა რასაც ყვები. მე როგორ დავარწმუნდო ნებისმიერი წალენჯიხელი, ნებისმიერი ზუგდიდელი, ქუთაისელი, ბათუმელი, თბილისელი, რომ ცვლილება ყოველთვის ნიშნავს უკეთესობას. მე მეტიც დავწმუნდი, რომ ამ ადამიანის და იმ ადამიანების შემთხვევებში, რომლისთვისაც მსგავსი მეთოდები არის პროზაული ცხოვრების ნაწილი,
დიახაც, ბრძოლა უბრალოდ არის შეუძლებელი. ალტერნატივის შეთავაზება ბიძინა საზოგადოებისთვის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის არ შეუძლებელი. არა ვართ გულწრფელები. გავიგე, ეხა კითხვა უნდა დაგისვათ რა. ამიტომაც 2020 წლის შემდეგ ინგა, როდესაც მან საწადეს ვერ მიაღწია, დიახაც მე როდესაც ვიყავი ალყაში, ცენტრალურ ოფისთან დამაკავებდნენ, მე არც ვიცოდი, მე მითხრეს რომ პირველ სართულზე ეზოში არისო მოსული და მე უბრალოდ ვთქვი რომ სურვილი არ მაქვს შეხვედრის. არ შეუშვით. არ შეუშვით სხვა არა, არ მაქვს სურვილი ინგა. არა, როგორც კიდე არ მაქვს სურვილი შეხვედრის და არც არასოდეს მექნება და არც არასოდეს ხელს არ ჩამოვართვებ. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ზგავს ნაბიჯს დგამს იმ კონტექსტში მყოფ პოლიტიკოსის წინააღმდეგ, რომელიც წესით შენთან ერთად უნდა იბრძოდე და ხელს თუ არ უწყობ, ხელს მაინც შეუშლი, მე ამ ადამიანს დიახაც არასოდეს არ დაუწყებ თანამშრომლობას და აქვე ვამბობ, ამიტომ ეს არის გადაულახავი ბარიერი და თუ ვინმესთვის ეს არის მისაღები ფორმები, ან იყო ოდესმე, აგერ ჩემოკარგებო ძვირფასო ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლებო, პოტენციურ ამორჩევლებო 28-ში და 28 იანვარს 10 საათზე დაიწყება არჩევნები, რომელიც ცივილიზაციურია ჩემთვის, ღირებულებითია, ფასეულობითია. მეც მაინტერესებს ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველთა უდიდესი ნაწილი, რას ფიქრობს, იმიტომ რომ დიახაც დილემური არჩევანია, იცით? იმიტომ რომ საუბარი იმაზე, რომ ეხა ამბობენ რომ 7 წელიწადი იჯდა ვანო მერაბიშვილი ციხეში, კი ამ ნაწილში ვისაუბრე ისე როგორც ვისაუბრე, მაგრამ მე არ ვეხები იმ პერიოდს, მე დავინახე ადამიანი ყველაზე მეტად როცა მიჭირდა და გვიჭირდა და ახლოს ვიყავი. შესაბამისად ჩემი კითხვა ეხლა ერთი წუთი. მოხსენი რომ მაშინ იმ პარტიაში რატომ მიხოდითქო, სადაც მერაბიშვილი იყო თქო თქვენ გემბილდობაზე გავიგეთ თქვენ აკონკრეტეთ რომ აი ამ გლდანის არჩევნების შემდეგ გემბილდობაზე უარი გამიცხადა იგა არანაირი კომუნიკაცია 4 წლის განმავლობაში მასთან არ ქონია დავასო ვიცი რაც უნდა მკითხოთ და არა ამბავს ამოვწურა თქვენი საინტერესო იქნება ხო ამის შემდეგ მე ძალიან მყარი შაბეჭდილება რა დანამდვილებით ვიცი ეს ადამიანი თავის არ ვიცი თანა არ ვიცი მეგობრებთან თუ არ ვიცი რა ხალხია ვისაც ეს ნორმალურად მიაჩნია არა და ის რაც მე გადავხდა არც ერთ მის მეგობარს არ გამომართლები არც ერთ პირიქით ყველა შეწუხებული იყო ერთის გარდა ვინც გასვარა ამ საქმეში მან მომენტი სხვა უბრალოდ 9 ნოემბრამდე ვერ ნახა გითხარით ხან ციხეში ვიყავი ეხა ციხეში მყოფს ხوار დამიწყებდა ღია ბრძოლას გამოვედი და კანდიდატი ვიყავი თბილისის მერობის მერე მიშა აღმოსავლო მომენტი დაიფიქრა ეხა რომ მელია წინააღმდეგ არის გარკვეული უკმაყოფილება ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი არის ამ მდგომარეობაში პარტიისთვის როგორ შეიძლება პარტიას არ ქონოდა უდიდესი პრობლემები ამ სიტუაციას ხაბეიშვილი რომ დაგიხენეს კონკურენტად ანუ ეს ვანომ კი არ დაგიხენათ არამედ დაგიხენათ როგორც თქვით კეზერაშვილმა და ვანო მისარგებლამი და ეხა ჩაერთო ამაში ვანო მერაბიშვილი 2020 წლიდან არის ამ პროცესში ჩართული ამ პროცესში და რა უნდა თავადაც არ იცის დამდგარიყო კანდიდატად თვითონ მართა რატო ჩააყენეს ამ მდგომარეობაში ლევან ხაბეიშვილი იმიტომ ჩააყენეს რომ ვიფიქრეს რომ ეს ადამიანი ყველაფერს იკადრებს ყველაფერს იტყვის გამოირჩევა აგრესიით და ამ ადამიანის თაობაზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ იმიტომ რაღაცა იცით რა არის ძალიან უცნაურ მდგომარეობაში ვარ და ალბათ ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო ახლა სხვანაირად დიდი გამარჯვებები არ მოდის უდიდესი გულისწყენის ასე თქვა ეპიზოდებიც თუ არ განიცადე ხო ეხლა პარტიაში მოყვანა ადამიანის არის თავარ ოპოზიციურ პარტიაში ხა წამყვან პოლიტიკურ ერთ-ერთ ლიდერად ან პერსპექტივა ხაზად გარკვეულ სირთულეებთან დაკავშირებული მაგრამ პარტიიდან წასული ადამიანის პარტიაში მობრუნება ძალიან რთული ამოცანა იყო და მე ყველაფერი გავაკეთე 2016 წელს 2016 წლის ბოლოს 17 წლის დასაწყისში რომ ლევან ხაბეიშვილი მე პირადად მე მხოლოდ მე როცა იგი იყო გიორგი ვაშაძეს პარტიაში და როდესაც საუბრობდა ნაციონალურ მოძრაობას არაფერი არ ეშველება ნაციონალურ მოძრაობა განწირულია ერთი ბოდიშით და ასე თქვათ ნაგავია ნაციონალურ მოძრაობას და ქართული ოცნებას ასე შემდეგ ხედავდი მაშინ ეს ადამიანი არის აქტიური და გამბუთქი სურვილი მასთან შეხვედრის
დაურეკე შევხვდი შევთავაზე საკრებულოს სიაში ჩაწერა თბილისის აქტიური იყო და ჩვენთან ეკრებოდა ძალიან აქტიური და ძალიან საინტერესო ახალგაზრდა კაცი იყო თავიდან ნახევარ საათში დამთავრდა მაგრამ აქ არ იწყება პრობლემები მერე დამეწყო პარტიაში როდესაც მთელი 2 კვირის განმავლობაში თბილისის რაიონული ორგანიზაცია ვერ დავარწმუნე რომ უნდა მიგვიყო ლევან ხაბეიშვილი ხო მაგრამ ახლა რეტროსპექტივაში რომ აანალიზებ არ მიკვირს მე რასაც მიკეთებს და აკეთებინებენ უბრალოდ ნახევარ საათში მე დავითახმე წამოდი გიორგი ვაშაძის პარტიიდან მეთქი და დამთავრდა და ეხა ვიღაცამ უფრო მონგებიანი წინადადებები შესთავაზებ ეს ვიღაცა არის არ ვიცი მე რა არ ვიცი ხო არ ვიცი ის რაც შეიძლება ვანო მერაბიშვილს დათო კეზერაშვილს შეეთავაზებია და ადამიანს უბრალოდ ვერ ვცნობ ხო და გამოდის გამოირჩევა არ ვიცი ლოზუნგური აზროვნების მაგალითები ამიტომ შეიძლება რომ დაინტერესებინათ თქო მერაბიშვილს კეზერაშვილს საზოგადოებამ განსაჯოს თავარი ამ რა აქ არის ან სიმართლე ან ტყვილი ან მორალი ან ამორალურობა ან უწესობა ან წესიერება ან ზნეობა ან ზნედაცემულობა აი ამ არჩევანის წინაშე დადგა დღეს მთელი ნაციონალური მოძრაობა არც ერთი სიტყვა რომელიც მე დღეს თქვი კიდე ბევრი წელიწადი გავიდოდა და ბევრი ვერ გაიგებდა იმიტომ რომ მე სხვა პასუხისგებლობა მაქვს როგორც პარტიის ლიდერს პარტიის თავმჯდომარეს მაშინ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს ხო ვუფრთხილდებოდი იმ თავარს რასაც ნაციონალური მოძრაობა ქვია და რაზეც ვისაუბრო და როგორც ვუყურებ ნაციონალურ მოძრაობას როგორც პარტიას რომელსაც აქვს ძალიან მდიდარი ისტორია მაგრამ მართლად გამარჯვება გვინდა და მართლა დამარცხება გვინდა ამ მანკიერების მაგრამ შიგნით მქონია დასამარცხებელი იცით ეს ადამიანები ნაცვლად იმისა რომ გვერდში დადგომოდნენ პარტიულ ინტერესებს თუმე ლესავდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ლესავდნენ პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის დასაკლავ დანას ეგებ ეს ადამიანები აი მოდით აი ამ კუთხითაც შევხედოთ ვიზეც თქვენ საუბრობთ კეზერაშვილი მერაბიშვილი ეგებ ხედავენ რომ მე ისევ მათივე პრეტენზიებიდან გამოვალ თქვენი მოწინააღმდეგეების პრეტენზიებიდან რომ პარტია ვერ ცვლის ქართულ ოცნებას პარტია აღარ არის აქტიური პარტიას ნაკლებად აქვს ბრძოლის უნარიანობა და ეგებ ამ ძველებმა აი მაგალითად ვანო რომელიც იყო ჩართული თავიდანვე ნაციონალური მოძრაობის შექმნაში სააკაშვილთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას რომ ჯობია ჩაიხსნას მელია და აქტიური ტიპები მოვიდნენ მართვაში ნაციონალური მოძრაობის და ამიტომ ამართლებს მე არ ვამართლებ კითხვასვა ვიტყვი მადლობა ეს ამართლებს მათ საქციელს ჯერთვის ეს ყველაფერმა გადაწყვეტეს ამორჩეველმა პარტიის წევრებმა ჯერთვის ძალიან უადგილო ძალიან უდროოდ პარტიისთვის კი არა ქვეყნის საბედისწერო პერიოდში გააკეთეს ეს ყველაფერი და ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენეს პარტიას უმძიმესი დარტყმა მიაყენეს და ვიღაცას უნდა ამ პარტიის ხელში ჩაგდების გამო საკუთარი ბიზნეს ინტერესები გაიძლიეროს ვიღაცა უყურეს ამ პარტიას როგორც არ ვიცი უსარგებლო მიწის ნაკვეთი რომელიც საჯარო რეესში დარეგისტრირებული გაქვს და ფასი არა აქვს მაგრამ იმედოვნებენ რომ იქ ავტობანი როდესმე გაივლის და იქნებ ფასი დაედოს ეს არიან ადამიანები ბიზნეს ინტერესები ვიღაცები უყურებენ რომ ეს პარტია არის მოვიგდოთ მართვის ქვეშ მართოთ არაფორმალურად და ხვალ თუ არა ზეკ არ ვიცი მე მაგალითად გეუბნები ვერავე ვერ დამარწმუნებს იმაში გულწრფელად გეუბნებით რომ ვანო მერაბიშვილის უახლოეს მეგობარ ზაზა გოროზიას პოლიტიკური ინტერესები აქვს. ზაზად ჩართულია თქვენ ვანო მერაბიშვილის მეგობარი ჩემს წინააღმდეგ მე არ ვქნა ეს არის კამპანიურად თქო ჩართულები არიანო რო ამბობ ბევრი ადამიანი მესმის რომ ღელავდა ხო ხედავთ რომ მე არ გაწყვეტინებ და ასეთი ჩუმი არასოდეს არ ყოფილა ინტერვიუს დროს უბრალოდ გაკონკრეტებინებთ ანუ გოროზია ზაზა გოროზია არის ერთი მაგალითია ვანო მერაბიშვილის ეს არის ხო არ ვიცი პირდაპირობას უწევენ ერთმანეთს არ მეგობრები არიან ხო მაგრამ ეხა მე დამიჯერებს ეხა სამეგრელოს მოსახლეობა რომ თქვა რომ ზაზა გოროზიას არაფორმალურ ზაზა გოროზიას ვანო მერაბიშვილთან ერთად სამეგრელოს მოსახლეობისთვის უკეთესი კეთილდღეობა უნდა და ამისთვის იფერფლება და ამისთვის არა ის უყურებს რომ თუ იქნება პარტიის ასე თქვა მართლობაში მისი წილი თუნდაც არაფორმალური ხვალ და ზეკ რაღაცა ბიზნეს ინტერესები
ახალ გაქანებას იპოვიან. კი, იმიტომ რომ მე თავად არ მჯერა ეს ყველაფერი, კი. ადამიანი, რომელიც ეხლა ვერ იტყვის, ხო? რომ მე ოდესმე მსგავსი მესაუბრა 2 წელიწად ნახევრის განმავლობაში. მოტივი რა იყო, რატო არ ვსაუბრობდი, რა არ მქონდა საფუძველი? ხო ხედავთ რა ჩუმადგეს. რატო არ ვსაუბრობდი? ინგა, იმიტომ რომ ვაცნობიერებ მოწინააღმდეგეს მტერს რეჟიმის სახით. და თქვენ გინდათ ეხლა ვინმე დავარწმუნოთ იმაში, რომ როდესაც შიგნით აი ამ მავნე ტრადიციების დამკვიდრება უნდა რამდენიმე ადამიანს, ჩვენ ოდესმე გვექნება შესაძლებლობა გამარჯვების ქართველი ხალხის სახელით და ხელით. მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ ნიკამელიას თავმჯდომარეობის პირობებში არ გვექნებაო გამარჯვების შანსი, იმიტომ რომ პარტია ინერტული გახდა, პარტია ვეღარ არის ისეთი ბრძოლისმოყვარე. დაშლილი აქციები მიშა ციხეში და ასე შემდეგ. 2020 წლის მაგალითი, როდესაც მოვიყვანე, ვერცეთ ასეთ რიტორიკის დონეზე ასეთ ბრალდებასაც ვერ წამოვაყენებდნენ, ხო? და მაპატიეთ თავდაბლობის გარეშე გეუბნებით ნებისმიერ მათგანს უკანასკნელი წლების განმავლობაში იოტისოდენა კრიზისი მაინც რომ შეექმნათ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის, ხო? ვიფიქრებდი, რომ ნამდვილად არიან ადამიანები, რომელსაც რაღაცა კონკრეტული გეგმა აქვს, სტრატეგია აქვს, თავაზობენ, მე არ ვიზიარებ, მე არ ვითვალისწინებ, მსგავსი არაფერი არ ყოფილა. უბრალოდ არც ერთი შემთხვევა არ მახსოვს კონკრეტული ან გეგმა, ან სტრატეგია, ხო? მე არათუ მე ვერავინ ვერ იხსენებს. არაფერი ამასთან საერთო არ აქვს ის ნიკა ჩანაწერებზე უნდა გკითხოთ, აი რადგან ჩვენ ახლა საუბრობ, ძალიან საინტერესო ეთერია, მე ვიტყოდი, მართლა გულწრფელად გეტყვით, არ მახსოვს ჩემი თავი ასეთი გაჩუმებული და რესპონდენტს უსმენდე ძალიან დიდი ხანია, იმიტომ რომ რაღაც ძალიან საინტერესო ამბებს ყვებით თქვენ ის, რაც აქამდე არ მოგვისმენია და არ ვიცოდით, მე პირადად ახლა პირველად ვისმენ ამ ყველაფერს. რა მინდა რომ გკითხოთ, ჩანაწერები, როდესაც გავრცელდა, აი ეს ფარული ჩანაწერები, რომელიც თქვენ თქვით რომ მე ექსპერტიზაზე გაიგზავნებოდა თუ არ ვწდები, ამ ჩანაწერებში თქვენ საუბრობდით სააკაშვილზე, ვის ესაუბრებოდით და როცა თქვენი თანაგუნდელების კომენტარებს ვეცნობოდით, ისინი ხელს პირდაპირ ადებდნენ ვანო მერაბიშვილს. შეგიძლიათ მომიყვეთ რა როლი შეიძლება ქონოდა აი ამ ჩანაწერის გაკეთებაში ვანო მერაბიშვილს, როგორ ჩაეწერა, საიდან მოეპოვებინა, როგორ გაევრცელებინა და მიშაზე საუბრობდით თუ არა? შევთანხმდებით ძალიან მარტივად ჩვენც და აყურებელთა უდიდესი ნაწილი. რომ უკანონო გზით და მეთოდებით მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები არის იმდენად დიდი სიბინძურე, მის შინაარში შესვლა დიახაც ნიშნავს მე რომ ძულს ფარული ჩანაწერები შეიძლება ბევრ ადამიანს არ ძულდეს, ჩემი ცხოვრება რაღაცნაირად თავდაყირა და მიყენა თავის დროზე ამ ფარულმა ჩანაწერებმა და ამიტომ იცოდეთ რომ მე რომ ძულს და მე რომ არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, ესე ბევრ ადამიანს ვერ, მაგრამ თქვენ საუბრობთ თუ არა აქ სააკაშვილის თემაზე და ვანოს კვალი როგორ დაინახეთ თქო აი ამ ჩანაწერების გავრცელების მიერ? ეს ფენომენი, როგორც ასეთი ფარული მიყურადება, დანაშაულია კონკრეტული, ხო? და აი ამ დანაშაულის ჩადენის შედეგად გავლენა უნდა ვინმეს მოიპოვოს პარტიაში ქვეყნის მმართველობისას, ხო? ის ადამიანები დღეს ვანო მერაბიშვილის გუნდის წევრები ვინც არიან, ხო თუ არა, რა ვიცი, თანამზრახველები შეიძლება დანის ეპიზოდის ნაწილში ასე შემიძლია მე ვუწოდო, ხო? 2012 წლის ციხის კადრები რო გავცელდნენ, დღესაც გეტყვიან რომ ადამიანების ემოციებზე უნდა თამაში, ხო? და ამიტომ არჩევნო კამპანიაში გაავრცელეს და შედეგად აი სახელმწიფო დაიღუპა. და ეხლა რატო აკეთებს ვიღაცა, და ვასწავლებ, რატო აკეთებს წინა საარჩევნო კამპანიაში, შემთხვევით იგივენაერად ემოციებზე თამაში ხო არ უნდათ, რომ ის შედეგი დაფიქსირებულიყო, რომელიც შეუძლებელია რომ დაფიქსირდეს, დიახაც. მაგრამ ფარული მიყურადება, უკანოდ მოპოვებული აუდიო ჩანაწერი ერთია, მაგრამ როდესაც ჩვენახევრის განმავლობაში ადამიანები, რომლებიც ახლა მე მიპირისპირდებიან, ხო? ამ ჩანაწერებს საკუთარ მობილურ ტელეფონებში დაატარებდნენ და ასმენინებდნენ კონკრეტულ ადამიანებს. ეს ხომ
ძალიან ბევრი ნაციონალურ მოძრაობის ამორჩეველმა იცის, კი არა აქტიურმა წევრმა. რეგიონში, თბილისშიც, და გავრცელდა ეს ჩანაწერი, გაავრცელეს, შემდეგ განცხადება და დაგმეს. და რა პასუხი გასცეს იმ, არ ვიცი ხა, ასობით ალბათ ადამიანს, ვისაც მოასმენინეს. კი და, როდესაც იცით რა, საუბრობენ მეორე მხარეს, საუბრობს, იცით რა, გამოვიდნენ ნიკა მელიას მეგობრები და თქვენს რომ ეს ვანო მერაბიშვილის გავრცელებული არის. დიახ, არადა სინამდვილეში სუსის გავრცელებული არისო. მე როცა ვიცი დანამდვილებით კონკრეტული მათ შორის პოლიტიკოსები, რომლებიც დაატარებდნენ ამ ჩანაწერებს, ახლა რა ვთქვა, რომ სუსმა მოიპოვა ეს ჩანაწერი, მიაწოდა ამ ბატონებს და მერე დაარბენინებდნენ სხვადასხვა ადგილებში და ეს ვერსია მათ კარგ მდგომარეობაში ჩააყენებს. დანამდვილებით არა, არაფერში ისე არავინ არ არის დარწმუნებული, რაზეც ახლა მე საუბრობ. დიახაც მე მაგ არათუ გონივრული ეჭვი, ვარაუდიც არა, ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი. და მან ჩათვალა, რომ ამ აუდიო ჩანაწერების გავრცელებას შეეძლო გავლენის მოხდენა არჩევნების შედეგებზე. მეტიც, ახლა ვფიქრობ, რასაც ვერ ვფიქრობდი დასაწყისში, იმიტომ რომ სიმონ და გითხრათ, ლევან ხაბეიშვილი კანდიდატად რო წარადგინეს, ჯერ წარადგინეს, მერე აღარ წარადგინეს, მერე მოხსნეს, ხო? უბრალოდ ჩემთვის ამოუხსნელი იყო ამ მდგომარეობაში რატო აყენებენ ადამიანს, იმიტომ რომ თეორიულ შანსს ვერ ხედავდი მისი გამარჯვების. ეხლა არ დაგიმოვოთ, იმიტომ რომ ხა ნაციონალურ მოძრაობა არის ძალიან დიდი პარტია, განსხვავებული ჯგუფებია, ხო? შეიძლება ხა ორი ჯგუფი გიჭერდებს ხარ და რა არ გიჭერდეს ამ პირიქით. ახლა მე გავაკეთე დასკვნა უკანასკნელ პერიოდში. ალბათ ამ ბატონს ქონდა იმედი, ეს ეგულებოდა ეს ჩანაწერი და იფიქრა, რომ რა კანდიდატითაც მე ხან მელიას არ უნდა დაუპირისპირდე, თუნდაც მართალი იყოს, თუნდაც პლანი იყო, მე იქ რაღაცა ჯოკერი მაქვს, არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ამას გავავრცელებინებ ვიღაცას და გავავრცელებინეს ისეთ ადამიანს, რომელიც ხარს უჭერს 24 საათი, რა ვიცი, რთული ამაზე ბევრისთვის საუბარი, ხო, იმიტომ რომ ამორალურობაა და მაგალითები არის მორალური დაცემის, ჩემთვის მეტი არაფერი. მე ვფიქრობ, რომ აი ამ ჩანაწერის ეიმედებოდათ და სინამდვილეში პირიქით მოხდა, ფეხში პოლიტიკური გასვლა განახორციელეს და ძალიან დიდი სხვაობით წააგებენ ამ არჩევნებს. იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველთა უდიდეს ნაწილს უნდა განვითარებულ დემოკრატიულ ფორმალური მმართველობის ქვეშ დიახაც ცხოვრება, სადაც მსგავსი სიბინძური ერთხელ და სამუდამოდ წამსულზე ჩაბარდება და ამოტივტივდა ზედაპირზე ის მანკიერება, რომელიც მე არასოდეს რომელსაც არ მივესალმებოდი და თუ კი რამე არ მომწონდა მე ნაციონალურ მოძრაობაში პირდაპირ გეუბნებით და მithქვამს არა ერთხელ, ბევრჯერ. აი ზუსტად ეს მეთოდები, რომელიც ძალიან ბევრ იმ ადამიანს არ მოწონდა 2012 წელს, როცა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიცა ხმა, მაგრამ დღეს ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველია და აქტიური წევრიც არის. ამიტომ დღეს არის მარტივი უნდა დაგაკონკრეტებინოთ რა ამ თემაზე. არჩევანი გასაკეთებელი. კი ბატონო, თქვენ ამბობთ რომ დადიოდნენ რეგიონ და ასმე კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც აი ცუდად ხდება უბრალოდ, როცა ფარულ ჩანაწერებზე მიდგება ხოლმე საქმე და ყველაზე ამორალურად მიმაჩნია აი ჩანაწერები ნებისმიერ ოპონენტთან, თანაგუნდელთან, ყველასთან ბრძოლა, მაგრამ აი უყურეთ რა უნდა დაგაკონკრეტებინოთ. ეს პოლიტიკოსები დღეს შეგიძლია თქვენ დაასახელოთ? ლევან ხაბეიშვილი მაგალითად ერთი წუთით, რომელიც ხდებოდა თავის მომხრეებს რომელიმე სოფელშია რეგიონში. აი ესე მიდიოდა და ეუბნებოდა რომ ნახე რა უნდა მოგასმეინო, ან ვიღაც გიორგი ბოტკოველი ახსენეთ, ან ნებისმიერი, ან დათო კირკიტაძე რომელიც იქით მხარეს არის. ან დამისახე რა, ან ზაზა გოროზია. განგება არავის არ ვასახელებ. ეხლა და რატო? იმიტომ რომ არიან ადამიანები რომელსაც აქვს ჩემთანაც ურთიერთობა კომუნიკაცია მათთანაც და არ მინდა უხერხო მდგომარეობაში პირველ რიგში ადამიანები ჩავაყენო რომლებსაც ხვალდაზე მოუწევს ამ ადამიანებისთვის ხელის ჩამორთმევა. დიახაც ჩემი ამოცანა არ არის ინგა, ჩემი ამოცანა განსხვავებით არ ვიცი გარკვეული პირებისგან, ხო? არ არის რაღაც პიროსის გამარჯვება, რომ უბრალოდ ვიღაცას ვაჯობო.
ჩემი ამბიცია, ჩემი мотивация არის რომ პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხვალ და ზეგ ხელისუფლების ნაწილი, როდესაც გახდება, იყოს თვისობრივად განსხვავებული ღირებულებების ერთგული. დიახაც, ამიტომ მე არ მინდა დამატებითი სტრესი და სასტრესული გარემო შეუქმნა ბევრ ჩვენ ნაციონალურ მოძრაობის ამოწურვას. მათ ხო იციან შემდეგ კარგად. კონკურენტმა მაგალითად ლევან ხაბეიშვილმა იცის რომ ასმენინებდნენ, ხო ამას ამბობ. ინგა ყველაფერი იცის. კარგი, ეხლა მე მითხარით თუ საუბარი ასობით ადამიანზე და მე არ ვიცი ამ ადამიანებს ან თვალებში როგორ უყურებენ, ან ხვალდაზეგ როგორ უნდა ჩახედონ. იცით რა არის? ყოველთვის ქონდა პირველივე დღიდანვე მყარი განცდა, რომ პოლიტიკური პოტენციალი და მასშტაბი გაცილებით დიდია იმ ჯგუფში, რომელსაც ახლა უპირისპირდება მერაბიშვილი და კეზერაშვილი, თუკი ჩვენ ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებზე საუბრობთ, რომელსაც შეუძლიათ საქმე რეალობად აქციონ, ვიდრე იმ ადამიანების შემთხვევაში, მაგრამ ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას ოდესმე იკადრებდნენ. და მე თვითონ გეკითხებით ახლა, თუ შეიძლება. ხელისუფლებაში რომ იყოს ასეთი ადამიანი, არ იკადრებს? მე გეტყვით, არა თუ არ იკადრებს, ბევრად უარეს იკადრებს. არის ახლა მათი არის თანამებრძოლი 4 დღის განმავლობაში ეთერ დადიოდა სერიოზული გამომეტყველებით და ამტკიცებდა რას, რომ ნიკა მელია შეხვდა მამუკა ხაზარაძეს, როგორც პარტია ლელოს თავმჯდომარეს, გაურიგდა, ლელოსგან ფული აიღო და სანაცვლოდ ნიკა მელია შეესთავაზა 2024 წლის ნაციონალურ მოძრაობის სიაში 8 წევრის ჩასვას მამუკა ხაზარაძეს. ერთი გადაცემა, ორი გადაცემა, 3, 4 კი არა, მათი გუნდი წარმომადგენელი, ხო? ეხლა რატო? არა, ეხლა ნახეთ. ამას საუბრობდა. ეხლა ნახეთ, რას ფიქრობთ და საზოგადოებას მინდა ეს საკვები ფიქრისთვის მიწე ნაციონალურ მოძრაობას ამოჩევდეს. ეს ადამიანი ახლა ხელისუფლებაში რო იყოს, აი მაგალითად ანრი ოხანაშვილის ადგილას. მინიმუმ იგივე სიტყვის, რასაც ბატონი ანი ოხანაშვილი და სხვაები და არ ვიცი, რას არ კადრულობენ და შავზე თეთრს საუბრობენ. როცა ოპოზიციაში ამას ბედავ და გზავ ისტორიებს, იბრძვი ბინძური მეთოდებით, შენთვის ძვირფასი არაფერი არ არის, რაც ამ პარტიის ფუნდამენტია, ხო? არ მინდა მე ასეთ ადამიანებთან ერთად, იმიტომ კი არა რომ შეიძლება ერთ სივრცეში გული წამივიდეთ და ვერ შევუბრალოდ იმ ბრძოლის აღარ მჭერა, რასაც 9 წელიწადი შევალიე და კიდე მრავალი წელიწადი დავუთო. ნიკა, ვინ იყო ეს ადამიანი, მითხარით რა? პატივია ხა მისთვის რომ ვახსენო. არა, თუ დადის ეთერზე. პატივია, არა, ეს იყო ერთი თვისი, პატივია მისთვის რომ. ერთი კითხვა უნდა დაგისვათ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მესმის რომ თქვენ არ გინდათ შინაარსში შესვლა, მაგრამ აქ თქვენ საუბრობთ მიხეილ სააკაშვილზე და ალბათ ეს იყო თუ ვინმე ერთი წუთი, თუ ვინმე ვინც გამოაგდო ეს ჩანაწერები, მისთვის მთავარი გათვლა. როგორ მოიპოვა თქვენი აზრით ეს ჩანაწერები, როგორც თქვენ ვარაუდობთ ვანო მერაბიშვილმა, ფარულად გითვალთვალებდეთ? ჩაგიწერათ ვინმე რა მოხდა? როგორ აღმოჩნდა? ფაქტი არის შემდგარი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გავრცელება ერთია, მაგრამ არ ვიცი ყოფილა ესეთი პრეცედენტი, როდესაც თქვენ ახევით ადრე ჯერ ეტარებიოთ და მერე გაევრცელებიოთ. ნუ გააკეთეს ის რაც გააკეთეს და კიდევ გეუბნებით. მე რო ეხლა არ ვიყო პარტიის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და არ ვიყო ადამიანი, რომელსაც ძვირფასია პარტიის მომავალი. ეხლა ყველაფერი ხო არ შეიძლება დააწრულებით მოგიყვეთ ეხლა პირდაპირ ეთერში და უამრავი ასე თქვათ ადამიანი ჩავაყენო ძიმე მდგომარეობაში. სხვადასხვა ფორმატში მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი ინგა 2020 წლის მაგალითი რაც მოგიყვებით, ხო? ალბათ 24 საათის განმავლობაში ფიქრობდა როგორ მოიპოვოს კომპრომატი ჩემ წინააღმდეგ. ეჭვი არ მეპარება, იმიტომ რომ თხემით ერთამდე ესეთი ადამიანი აღმოჩნდა. შეუძლებელია ციხეში რომ 7 წელიწადი ზიხარ და ამ ნაწილში კიდევ ერთხელ ხას უზვამ, რომ
როგორ შეიძლება ვინმეს ენა მოუტრიალდეს? არც ვეხები, ხო? 2020 წლის ისტორიას ვიხსენებ და ციხიდან გამოს. იმის მაგრივად რომ ყველა შეაყვარო თავი, იყო იმ მდგომარეობაში, რომ მაქსიმალურად შეძლო ყველასთან თანამშრომლობა, ურთიერთობა და ამაზე მიდიხარ, ესე იგი ესეთი ხარ. მორჩა შენი შინაგანი ძალა, შენ ამაზე კარნახობს. არა ზნეობა, ხო ზნეობა რა არის? ის შინაგანი ძალა, რომელიც შენ გიკონტროლებს საქციელს. ვაპატიე და ასეთი ზნეობის ადამიანი, ასეთ რაღაცას კადრულობს და ეხლა მე თქვენ გეკითხებით. როგორ შევძლოთ ჩვენ თანამშრომლობა თუნდაც პოტენციური ან სხვა პარტიებთან, ან სხვა ჯგუფებთან მომავალში, თუ კი ამ საზოგადოებას არ ეცოდინება ერთხელ და სამუდამოდ რომ ჩვენ პარტიამ ამ უღირსობაზე ვთქვით უარი, იმიტომ რომ ჩემთვის პოლიტიკური პარტიების ლიდერების გაერთიანებაზე 5-6 ლიდერი შეიძლება გაერთიანო და მომხდაროს გას გაერთიანება და მომავალშიც მოხდება, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია განსხვავებული ელექტორალური ჯგუფებს შორის კონსოლიდაცია და ერთობა. და რა სინდისით ელექტორატის ძებნის ფონზე ამ დროს საკუთარი პარტიის მხარდამჭერები არ დაკარგოთ ეს. არა, თქვენ აგერ ვნახავთ, თქვენ ანუ ისი თქმა გენებავთ, რომ აი ამ უღრის მეთოდებს ნაციონალურ მოძრაობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ემეჯნება. აგერ მოვა არჩევნების შედეგები. ინგა არჩევნების შედეგები. შეიძლება დარჩეს გამარჯვება. ნიკა, ჩანაწერებზე არ მიპასუხეთ თქვენ. რატომ უნდა გიპასუხოთ ამაზე მეტი ეგ? რასაც იქ ამბობთ, რაზეც თქვენ საუბრობთ. ბოლოს თქვენ ჩანაწერი რო გავცადოთ, თქვენ ხო არ დაგუცვამთ თქვენთვის კითხვა რომ ნამდვილად თუ არა ეხლა რაზე ვსაუბრობ? შინაარსი ხო აშევათ? ჩემი ჩანაწერები შეეხებოდა ჩემი პირადი ცხოვრებას. ხო და რა გასწავლდა ეს ადამიანები გონიათო? ჩემს პირად ცხოვრებას და ჩემი არა, ამის ლეგიტიმაცია ინგა. არა, ინგა, ლეგიტიმაცია ხდება. ფარული იქნება. კი ბატონო, თქვი ფარული იქნება აუდიო თუ ვიდეო. ამისი ლეგიტიმაცია ხვალდა ზე. თქვენ პირად სივრცეში, თქვენ პირად სივრცეში, მე ჩემს პირად სივრცეში, სხვა თავის პირად სივრცეში, რას ილაპარაკებს წლების შემდეგ, იმის შემდეგ კიდევ და ეს ყველაფერი თუ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ასე თქვათ, დამკვიდრდება და დასაშვები მეთოდი იქნება, არ იქნება ამ ქვეყანაში პოლიტიკური დემოკრატიული განვითარება. როგორ ფიქრობთ პირველ თებერვალს? და ისეთი უცნაური ეთერი გამოგვივიდა მართლა გულწრფელად გეტყვით, მილიონი კითხვა მქონდა და აი უბრალოდ ძივარ და გისმენთ, იმიტომ რომ ძალიან სერიოზულ ამბებს ყვებით. ნიკა, როგორ ფიქრობთ, პირველ თებერვალს თქვენ იქნებით ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თუ არა? თუ გაიმარჯვებთ, როგორ წარმოგიდგენიათ სააკაშვილის დახსნა ციხიდან და თუ დამარცხდებით, დატოვებთ თუ არა პარტიას? იმიტომ რომ თუ დამარცხდებით, მაშინ გამოდის რომ მერაბიშვილთან მარცხდებით, როგორც თქვენ განიხილავთ ხო ამ ბრძოლას. აი ესაა ჩემი ბოლო კითხვა და ერთიანად მიპასუხეთ. პირველ რიგში დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალური მოძრაობის უდიდესი ნაწილი ამორჩევლების გააკეთებენ და პოტენციური ამორჩევლების ხარდაჭერების გააზრებულ არჩევანს და დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე გაიმარჯვებს და ღირსება გაიმარჯვებს, სიმართლე და ღირსება გაიმარჯვებს ფულზე, სიმართლე და ღირსება გაიმარჯვებს, არ იცი, ანგარებით ინტერესებზე, ამ ყველაფერში ეჭვი არ მეპარება. რაც შეეხება როგორ უნდა ვიმოქმედოთ და ვიცხოვროთ არჩევნების შემდეგ. ხო, არაფერი ახლა ისეთ უღრან პოლიტიკურ შიდა ტყეში შევიდა ძიმე პროცესები, ხო, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიდეს ახლა ეს არჩევნები და ამის შემდეგ მალევე, რა თქმა უნდა, ძირეული ცვლილებები იქნება პარტიაში. და არავის მიმართ არ ექნება უფლება რომ პარტიიდან გაუშვას, არა ყოველთვის ბიოგრაფია აქვს, მაგრამ ეხლა საკვანძო აღმასრულებელ რგოლში თანამდებობებს, რა თქმა უნდა, დაიკავებენ ის ადამიანები, ვინც იქნება ერთგული იმ სტრატეგიისა, იმ ღირებულებებისა, რომელიც უმრავლესობას გვაქვს. სხვა ადამიანები გადაინაცვლებენ, არ ვიცი, ზოგი პოლიტიკურ საბჭოში, ზოგი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, დატოვებს პარტიას, მე ხა არავის არ უბიძგებ რომ წავიდეს, მაგრამ ეხა არიან ადამიანები, ვინც იცის და მისმენს, ეს სატელეფონო ჩანაწერები ატრიალეს ხელიდან ხელში, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს მე ცალკე მექნება მათთან საუბარი და მათ მიიღონ გადაწყვეტილება შესწევთ ძალა, შესწევთ მზაობა, კვლავ გააგრძელონ სუფთა ფურცლი და პარტიას.
არა საჯაროდ მეთქი ინგა. ამაზე მეტი რაც ამათო გააკეთეს, როგორ შეიძლება პარტიისთვის ზიანი მიეყენებიათ. რაც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს. ძალიან მალევე, რა თქმა უნდა, მთელი რიგი პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ძალიან ფართო პოლიტიკურ ოპოზიციურ ფორმატში და ერთობაში უნდა შევიდეთ ყველანი საგნობრივ თანამშრომლობით. იმიტომ შინაარზე უნდა შევთანხმდეთ. აქვე იქნება გადაწყვეტილებები მისაღები. ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან. ვითხოვთ მალევე ვადამდელ არჩევნებს და თუ ვითხოვთ ვრჩებით მაგალითად პარლამენტში თუ არ ვრჩებით, ან რა შემთხვევაში უნდა მოკლედ მივმართოთ ამა თუ იმ ზომას, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. აი ახლა როგორ შემიძლია მე მივიდე, სანამ აი ეს ქაოსი, რომელიც მოხარშეს ადამიანებმა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ზოგი ჭირი მარგებელიას პრინციპით პარტია გამოძვრება ამ ძიმე მდგომარეობიდან და იქნება ბევრად უფრო მართალი და ბევრად უფრო წელში გამართული, ჩვენ შევძლეთ თანამშრომლობას ძალიან განსხვავებულ ადამიანებთან ერთად, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობას მხოლოდ ცალკე აღებულს და არც ერთ პარტიას ხო არ ძალოც უდიდესი დღეის მდგომარეობით, როცა შენ ავტოკრატიკოსთან რუსი, ხო? უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაგრამ უნდა მიგვესრულებოდეს ამ ხალხთან და ამ ხალხმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვართ სანდო პარტნიორები და მე მიმაჩნია, რომ აი რამდენი დღე დარჩა 10 დღეში ამ კითხვაზე პასუხები გაეცემა. მე ვთხოვ, რომ ყველა ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველმა, მხარდაჭერმა, ხო, მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა, დარეგისტრირდეს შესაბამის ბმულზე პარტია ნაციონალური მოძრაობის Facebook გვერდიდან, ჩემი Facebook გვერდიდან, ნიკამელიას ოფიციალურ Facebook გვერდიდან და გააკეთოს თავისი არჩევანი და პარტიის დატოვება არ დატოვებაზე საუბარი შევწყვიტოთ ახლა. ერთ რამეზე შევთანხმდოთ. გამარჯვებულს მიულოცავს ყველა კანდიდატი და ხელს არ შეუშლის პარტიის გაძლიერებაში და ეხლა ვიმეორებ, დამარცხებული მიულოცავს გამარჯვებულს და გამარჯვებული ანგარიშვალებას კი არ დაიწყებს, პარტიის გაძლიერებას დაიწყებს, პარტიის გაძლიერება მე სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია თუ გადაცემიდან გამომდინარე, ანუ გამოდის რომ თქვენ რო დამარცხდეთ, მიხვალ და ვანო მერაბიშვილს მიიღოთ. ვანო მერაბიშვილი არა, ერთი წუთით. მე პრობლემებს სანამ მიხეილ სააკაშვილი ამ შემთხვევაში ამ სცენარში პარტიას როგორ შეუქმნი ინგა როგორ გეკადები ხარ თქვენ გონიათ რომ ის უნდა გავაკეთო რასაც გულწრფელად ვედავები 9 ნოემბრიდან მოყოლებული დატოვებთ პარტიას თქვენ გონიათ ხო და თქვენ გონიათ ისტორიის წინაშე მე ამხელა დარტყმა საკუთარ თავს არა მაშინ მე ვერ წარმომიდგენია თუ არა ამას ხო დაინახო ინგა პარტიაში თქვენ დარწმუნებული ვარ რომ ვერ გაიმარჯვებს კი ბატონო მაგრამ მართვის სადავეებთან მოვიდნენ გინდა კეზერაშვილი, გინდა მერაბიშვილი, გინდა გოროზია, გინდა არ ვიცი ვინც გინდა და მართონ ეს პარტია. თუ ამას გადაწყვეტს ამორჩეველი, მართონ და მე ხელს არ შევუშლი. ეს ხო არა პარტიის დაწესვა, მაგრამ რატო ინგა თუ გინდათ ეს ძალიან თქვა რომ დავტოვო არა ვერ წარმომიდგენია აი დღევანდელ არ ვიქნები არა იმიტომ რომ ეს პარტია არ არის მერაბიშვილის ერთ პარტიაში აი იმ ადამიანებთან ერთ პარტიაში ყოფნა მიზეც ამდენი ჩემთანაც რო წარმოუდგენ ვიღაცა ხო არიან ეხლა უბრალოდ გამარჯვების შემდეგ და გაიმარჯვეს კიდევ ერთხელ გავამოთ სიმართლე რა თქმა უნდა ბევრი რამე ძალიან სწრაფ მოკლე ვადებში სწრაფად შეიცვლება იმ შემთხვევაში კი ბატონო თქვენ რასაც ამვითარებთ მე ხელს არ შევუსული მართლობის ასე თქვათ ცენტრიდან გავიწევი და მართონ კი ბატონო და მეცოდინება რატო იცით რომ ამორჩეველმა ასე გადაწყვიტა ესე იგი უნდა ვანო მერაბიშვილი და უნდა დათო კეზერაშვილი და ხა ხელი რატო უნდა შეუშალო მაგრამ იგივე უნდა გააკეთონ ინგა იგივე უნდა გააკეთონ ამ ბატონებმაც როდესაც ისინი დამარცხდებიან და არავითარ შემთხვევაში თავში აზრათაც არ უნდა გაივლონ ან რაიმე ტიპის ხელის შეშლა იოტის ოდენა ასე ვთქვათ ხარისხითაც იმიტომ რომ ხალხო ეს არ არის პარტია რომელიც იბრძვის ხელისუფლებაში მხოლოდ მოსაზრებას პარტია რომელსაც განგება მიანიჭა ისტორიული მისია და ზაზა გოროზიას და ვანო მერაბიშვილს და დათო კეზერაშვილს შეუძლიათ იასპარეზონ ამ პარტიის ფორმატში, მაგრამ ავანსცენაზე გამოვიდნენ და როგორც მე ახლა თქვენთან ვისაუბრე, ბევრი
რაღაცა ნაწილი მოეწონებოდა საზოგადოებას არ მოთხრიან დამეთახმება არ ვიცი საზოგადოება განსაჯოს ხო მაგრამ საუბრო საჯარო პოლიტიკოსი ვარ თქვენ გონიათ მე არ შემიძლია ხა პარტიის გვერდით გავიწიო და რაღაცა დოზით არაფორმალურად მართო არა მაქვს თქვენ გონიათ ამ 9 წლის განმავლობაში იმ ხელა გავლენა პარტიაში რომ ნებისმიერ თავმჯდომარეს პრობლემები შეუქმნა რბილად რომ თქვა მაგრამ ამას არასდროს არ ვიკადრებ იმიტომ რომ არ ვაკადრებ ერთი იმ 600,000 ამორჩევას რომელიც პარტიას ხმას აძლევს ეს ერთი და მეორე 600,000 ამორჩევას ასევე რომელსაც სრულებები ქვეყანაში ისევე უნდა როგორც ჩვენ გვინდა ამიტომ ძალიან მარტივი არჩევანია იქიდან გამომდინარე რაზეც ვისაუბრეთ. დიდი მადლობა. ნიკა, წარმატება მინდა გისურვო და მადლობა მინდა გადაგიხადო. ძალიან საინტერესო ინტერვიუ რო შედგა ჩვენს ეთერში. მე გულწრფელად გეტყვი, როგორც ჟურნალისტი, რესპონდენტს ბოლოს ასეთი ინტერესით როდის ვუსმენდი, აღარ მახსოვს ძალიან დიდი დრო გავიდა ალბათ მას შემდეგ. მადლობა. მე ბოლო გადაცემაში, როდესაც თქვენ გესტუმრეთ, აი დაახლოებით ასე ვიდექით და ვთქვი, რომ რა არ დამიკონკრეტებია, მაშინ ბუნებრივია. არც საარჩევნო კამპანია იყო დაწყებული, ეხლა განარა საარჩევნო კამპანია გვაქვს, უბრალოდ ბევრი შეხვედრა ისეთი იმართება, გაშუქებაც კი გაშუქებისას მერიდება მიხეილ სააკაშვილის ამ უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამომდინარე და მე ვთქვი, თუ კი რამე მოვახერხე მეთქი ამ 2 წლის განმავლობაში, ის უფრო მიკვირს, როგორ მოვახერხე. ეხლა მე რაც მოვყევი ხო ამ 2 წლის განმავლობაში დარწმუნებული ვარ თუ ჩემი შეცდომა რამე იყო მე ზედმეტად ვენდე რამდენიმე ადამიანს მე ზედმეტად ვენდე და აქ არის ჩემი თავარი შეცდომა იმიტომ რომ შენ როდესაც ხარ პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე და გრიგოლ ვაშაძე იყო პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი მაგრამ გრიგოლ ვაშაძეს ძირს კი არ უთხრიდი ხო მაგრამ აღმოჩნდა მდგომარეობა, სადაც ადამიანებს უნდათ რაღაცა ვანო მერაბიშვილის გეგმის განხორციელება 2020 წლის შემდეგ და მომენტი იყო ყველაფერი რაც როგორ აისახება ქართულ პოლიტიკაზე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ აი უყურეთ ოპოზიციურ ველზე ოპოზიციურ ბრძოლაში როგორ აისახება თუნდაც თქვენი დღევანდელი ეთერი აი ამ გზაზე ძალიან ცივილიზაციური არჩევნებია დავიზარდო ეს არის იმიტომ რომ დააზარალებს მორალის არა პირი ისეთ გეტყვით მე როგორ უყურებ მაშინ როცა ისედაც ეს არის შესაძლებლობა მეორეს შესაძლებლობა მე საერთოდ ამიტომ არ მესმოდა აი ამ დროს მთელი ეს კამპანია ჯინი ბოთლიდან მე არ განმომიშვია ჯინი ბოთლიდან განზრა გადმოუშვეს ვანო მერაბიშვილზე რურუას პოსტში რომ ეწერა რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირზე რაიმე ინფორმაციას ფლობ მე ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს მე ერთი რაც ვთქვი მთელი ამ გადაცემის განმავლობაში ვთქვი კონკრეტული ფაქტებით მოშველიებით და ამაში ვერავინ ვერ შემედავება. ანუ არიცით რაზე საუბრობდა ჩემთვის არის ბევრი ადამიანისთვის იყო წინააღმდეგობრივი რეპუტაციის მატარებელი, მაგრამ ეხლა გიორგი რუას პოზე მე მისვამთ კითხვას, მან ეჭვი გამოთქვა, ხო, ასე თქვა, მე ეხლა დადასტურებით. დავიკითხე შესავალში ქონდა. ამიტომ მე ეხლა რასთან დაკავშირებითაც არანაირი კონკრეტული ცნობა და ფაქტი არ მაქვს, ერთად დავიფაროს ამასთან დაკავშირებით. ეხლა რა მინდა რომ გითხრა